გამარჯობა, მეგობრებო. გაგეცნობით ცოტა ჩვენი საქმის შესახებ მოგიყვებით და შემდეგ გადავა უკვე პოსტერის ილუსტრაციის შექმნაზე, ვისაც უკვე გრაფიკული დიზაინის ცოდნა აქვს და რაღაცემა დაწერეთ, შეგიძლიათ ჩემთან ერთად რაღაცები გააკეთოთ, თუ რამეს ისეთ ახალს გეტყვით, რაც აქამდე არ იცით, ვისაც საერთოდ საბაზისო ცოდნაც არ გაქვთ. ეს კურსი განსაკუთრებით მაგ ადამიანებისთვის არის, იმიტომ რომ ვიწყებთ ნოლიდან, პროგრამის გახსნიდან, ვიწყებთ გრაფიკული დიზაინის შესწავლას. არ გჭირდებათ სამხატვრო გამოცდილება, ანუ ხატვის ცოდნა და დღევანდელი მასტერკლასიც მაგაზე არის, როგორ შევქმნათ ილუსტრაცია პოსტერისთვის თუ ნებისმიერი სხვა გამოყენებისთვის, უბრალოდ ლეპტოპით, მაუსით და ხატვის რაღაცა განსაკუთრებული უნარების გარეშე. მოდი გავაზიარებ ეკრანს და პატარა პრეზენტაციას თქვენთან ერთად Okay, ჯერ მოდი ცოტა მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ. როგორც უკვე გითხარით ვერსალი, გრაფიკული დიზაინი ვისწავლე სამხატვრო აკადემიაში. გრაფიკული დიზაინი ვისწავლე სამხატვრო აკადემიაში, მულტიმედია დიზაინის ფაკულტეტზე. იმ პერიოდში, როცა მე მივიღე განათლება, მაშინ არ არსებობდა ალტერნატიული სასწავლებელი, ეხლა უკვე უამრავი რაღაც კურსებიც არსებობს უნივერსიტეტებში შეიტანეს ეს ფაკულტეტი, მაშინ უალტერნატივო იყო და ამ გადმოსახედიდან ყოველთვის ვაზიარებ ხოლმე ამ გამოცდილებას, იმიტომ რომ ხშირად ჩდება ხოლმე კითხვა საჭირო არის თუ არა გრაფიკული დიზაინის შესასწავლად 4 წელი ან რაღაცა ბაკალავრიატის გავლა. ამ გადმოსახედიდან ვთვლი რომ არ არის საჭირო ტექნიკური ცოდნის მიღება, რა თქმა უნდა, ის ძალიან ფართოდ მოიცავს ბევრ რაღაცას, თუ კარგად გასწავლენ, რა თქმა უნდა. აკადემიაში ჩემ პირად გამოცდილებას რეკომენდაციას ვერ გავაწევდი, თუმცა ეხლა არ ვიცი რა სიტუაცია, შეიძლება რაღაცები შეიცვალა, ასე რომ ჩემი აზრით გრაფიკული დიზაინის შესწავლა შესაძლებელი არის კურსებით, ტექნიკურად შეგიძლიათ რომ ისწავლოთ პროგრამა იმ დონეზე, რომ დასაქმდეთ minimum junior marketeri graphical designers პოზიციაზე და შემდეგ უკვე დანარჩენი ცოდნა რაც არსებობს, ყველაფერი მოდის პრაქტიკული გამოცდილებიდან. ყოველთვის ესე უყურებ ხოლმე და ამას ვიძახი, რომ ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც რუტინული მოსაწყენი შეიძლება მოგეჩვენოთ, ჩათვალეთ, რომ იქნება თქვენთვის გაკვეთილი, რომელშიც აქეთ ფულს გადაგიხდიან, იმიტომ რომ აუცილებლად ყველაზე მოსაწყენი საქმისთანაც კი რაღაც გამოცდილებას მიიღებთ. მინიმუმ დამკვეთთან ურთიერთობის ახალი სკილი გექნებათ. ძალიან ინდივიდუალური საქმე არის, განსაკუთრებით, როცა ერთ-ერთზე გვიწევს ხოლმე შეკვეთებზე მუშაობა და არ მუშაობთ, თქვათ, მარკეტინგის ჯგუფთან, რომელიც ამ რაღაცა შავ საქმეებს ყალებში, რომ თქვა, გვიგვარებს. აკადემიის დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა აკადემიის პერიოდში მუშაობდი ქედის სტუდიაში, ნახევარგვარნაკვეთზე, შემდეგ დავიწყე მუშაობა სტამბაში. დღეს არის ალმას სახელით ცნობილი, მაშინ იყო DJ Media, მერე შეიცვალა და გახდა ალმა. სტამბაში მუშაობდი 4 წელი და ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამოცდილება, რაც მივიღე, შეიძლება 4 წელზე ნაკლებ, ანუ 4 წელი არ დაგჭირდეთ რომ იმუშაოთ სტამბაში, თუმცა რაღაც შეხება თუ გექნებათ თქვენი საქმიანობის ეტაპზე, თუნდაც თქვენით გადაწყვეტთ, რომ ან კურსები გაიაროთ სტამბური სამუშაოს შესახებ, ან თქვენ თვითონ იმუშაოთ, გირჩევთ, რეკომენდაციას უწევ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ტექნიკურ ცოდნას მიიღებთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ მერე უკვე როგორც დიზაინერებმა რომ იმუშაოთ, მინიმუმ მასალების ცოდნა, როგორ ხდება ბეჭდა, მაგაში გარკვევა ძალიან დაგეხმარებათ საომავლო საქმიანობაში. იმიტომ რომ ჩვენი პირდაპირი მოვალეობა არის ხოლმე პრინტ მასალების ხარისხი, ასე რომ რეკომენდაციას უწევ ამ საქმეს, რაც უნდა მოსაწყენად რუტინულად მოგეჩვენოთ. ტექნიკური ცოდნის გარდა მოგცემთ ძალიან დიდ სისწრაფეს და დეტალებზე ორიენტირებულობას. შემდეგ სტამბიდან წავედი არქი ჯგუფში სამუშაოდ, მოკლედ ვიტყვი რომ
სასურველია რა თქმა უნდა თუ ბევრ სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციაში იმუშავებთ, იმიტომ რომ ყველაფერი არის სპეციფიური, ყველა მიმართულება არის სპეციფიური და ისეთ რაღაცა ცოდნებს მოგცემთ, რაც სხვაგან შეუძლებელია რომ მიიღოთ. ამ მხრივ ჩემი პროფესიული განვითარებით ასეთ ისე კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ სხვა პროფილის ორგანიზაციებში მუშაობდი, ეს იყო რაღაც სამშენებლო კომპანია, მე იყო Dunkin Donuts-ი, ანუ კვებით ობიექტები და არასამთავრობო ორგანიზაცია თანადგომა, რომელიც ჩემთვის შემოქმედებითად ყველაზე ღია და გახსნილი სამუშაო იყო, იმიტომ რომ მეძლეოდა საშუალება შემექმნა ილუსტრაციები. და იყო ძალიან საინტერესო ამ ყველა დანარჩენი საქმისგან განსხვავებული, იმიტომ რომ როდესაც დიდ კომპანიებთან თანამშრომლობთ, ყოველთვის გაქვთ გაიდლაინები და იმ გაიდლაინებს მივყვებით, ასე რომ დიდი თავისუფლება კრეატიულობაში არ გვაქვს ხოლმე. და ეხლა უკვე 5 წელიწადზე მეტია ვარ ტერაბანკის გრაფიკული დიზაინერი, მუშაობ დისტანციურად. ესეც არის ერთ-ერთი ამ საქმიანობისთვის ძალიან დიდი პლუსი, რა თქმა უნდა, თავიდანვე ესე არ ყოფილა, რთული იყო თუნდაც მაგის მიღწევა, რომ ეგ ფუფუნება დაბჭყალებშიც არ ვიტყვი ფუფუნება, ნამდვილად სახლიდან ვიმუშაო, მაგრამ ამ საქმეს ნამდვილად აქ დადებითი მხარე, რომ შეგეძლებათ რომ სახლიდან იმუშაოთ, მოგზაუროთ, სხვა ქვეყანაში იცხოვროთ და მაინც გქონდეთ სამსახური. ეს მოკლედ ჩემს შესახებ, ვისაუბრებ ასევე შემოქმედებით მხარეზე, რომელიც ძალიან გვაქვს მაკლია პირადად ხშირ შემთხვევაში, რადგან დიდ ორგანიზაციებთან რაც ვიმუშაობ, არ მოქვს ხოლმე ესეთი თავისუფლება, ამიტომ ყოველთვის ჩემი მიმართულებით ვქმნი ხოლმე ილუსტრაციებს. ჩემი სტილის, ზოგადად არტისტისთვის საკუთარი სტილის პოვნა ალბათ ყველაზე დიდი ჩელენჯი არის ხოლმე და დიდი გამოწვევა. რაღაც მომენტში მივედი იმ გზამდე, რომ ჩემი ნახატები რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები რეალურ ცხოვრებაში ჩემი არ არის და არასდროს თქვა არც აქსესუარში და არც დასაცმელში არ მოვიხმარ, ჩემი ნახატები ესეთი რაღაცა ელექტრიკი, ნათელი ფერებით ხასიათდება და ამ კუთხით ვინც ჩემს შემოქმედებას იცნობს, ცნობს ხოლმე ჩემს ნამუშევრებს და სასიამოვნო არის, როცა რაღაცა სტილს პოულობ, რომელთანაც ადამიანები გაიგივებენ. თუმცა არ ნიშნავს, რომ ამან რაღაც ჩარჩოებში უნდა მოგვაქციოს და აღარ განვითარდეთ პირიქით, აუცილებლად უნდა ვცვალოთ ესეც რაღაც გარკვეული დროის შემდეგ. ეს მოკლედ ჩემი ილუსტრაციების შესახებ, Behance-ზე შეგიძლიათ ჩემი პორტფოლიოს ნახოთ, საკმაოდ არ არის დააპდეიტებული, მაგრამ წარმოადგენა შეგექმნებათ. და მოდი ვისაუბროთ გრაფიკულ დიზაინზე რეალურ ცხოვრებაში, სად გვხდება, ანუ რაც შეიძლება გააკეთოთ, როცა გრაფიკული დიზაინერი ხართ, რა მიმართულებებით შეიძლება იმუშაოთ. ძალიან დიდი და ფართო სცენა არის, შეიძლება თქვენ გრაფიკული დიზაინი ისწავლოთ და შემდეგ გადაწყვიტოთ UI UX-ის სწავლა და განვითარდეთ როგორც product დიზაინერები და შექმნათ საიტები და აპლიკაციები, თუმცა ყველა ამ პროფესიისთვის საბაზისო გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნის მიღება ჩემი აზრით აუცილებელი არის და ძალიან დაგეხმარებათ. პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო მხარე არის გრაფიკული დიზაინის, არის ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა. ეს შეიძლება ცალკე პროფესიადაც მოვიაზროთ, შეიძლება მხოლოდ ბრენდინგზე იმუშაოთ და იყოთ ისეთი კარგი პროფესიონალები, რომ საერთოდ სხვა რაღაცის კეთება არასდროს არც მოგინდეთ და არც დაგჭირდეთ. არის ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმე გრაფიკულ დიზაინში. საიტებს და აპლიკაციების გამოკლებით, ლოგოს და ბრენდბუქის შექმნა არის საკმაოდ შრომატევადი, ერთი ადამიანისთვის საკმაოდ რთულად გასამკლავებელი, მაგრამ ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმე. ლოგო არის ისეთი რაღაც, რაცაც მე ძალიან ბევრი წელი ორგანიზაციები იყენებენ, ამიტომ ფასობს ძალიან ძვირად და ასევე მოითხოვს ძალიან დიდ პასუხისმგებლობის მიდგომას და ასევე, არ ვიცი, დიდ ჩართულობას ყველა დეტალის გათვალისწინებით. შემდეგი რაც არის რეკლამა ქუჩებში, ბილბორდებზე, ნებისმიერი ნაბეჭდი მასალა რაც გვხდება ბლოკნოტებზე და ასე შემდეგ, ციფრული რეკლამა რაც გვხდება სოციალურ მედიაში, ვებ დიზაინი, რომელიც ასევე არის ძალიან მოთხოვნადი
პროფესია, სადაც ასე თუ ისე იმდენად არ არის ეს ნიშა შევსებული, მაგალითად როგორც თქვათ გრაფიკული დიზაინის სტანდარტული ფორმა, იმიტომ რომ რაღაც ახლა დაიწყეს ადამიანებმა მასობრივად შესწავლა და ყოველთვის საჭირო და მოთხოვნადი პროფესია არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი. ყველაფერი რაც ხდება თუნდაც მაღაზიებში, მოლებში, ნებისმიერი პატარა პრინტით დაწყებული, რაღაცა უზარმაზარი ვიტრინების შეფუთვით დამთავრებული. შეფუთვის დიზაინი, პოსტერების დიზაინი და ვიდეო თამაშები ყველაზე ფან და საინტერესო მიმართულება გრაფიკული დიზაინის, რაც შეიძლება ასევე აკეთოთ, თუ გადაწყვეტთ რომ ამ პროფესიას დაეუფლოთ. ტექსტილის დიზაინი და ტანსაცმელში დიზაინის გამოყენება ასევე ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომელიც რაღაცნაირად კომპლექსურად სხვა რაღაცებთანაც შეგიძლიათ რომ დამერჯოთ, მაგალითად ტანსაცმლის დიზაინთან და ასე შემდეგ. უფრო საინტერესო გახადოთ თქვენი პროდუქტი, თუ თქვათ ტექსტილზე ან ტანსაცმელზე მუშაობთ. ხო, ძირითადად ესეც უფრო წვრილ-წვრილად ჩავშალოთ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი მიმართულება არის, თუმცა სტანდარტულად გრაფიკული დიზაინერი როცა ხარ, ყოველთვის ყველაფერს ითხოვენ. შეიძლება ლოგოზეც მოვიდნენ, პოსტერზეც, შეფუთვაზეც, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ძალიან სპეციფიური ცოდნა ჭირდება. შეიძლება გააკეთოთ ლოგოც, მაგრამ გონია რომ ესეც საპასუხისმგებლო საქმეზე აუცილებლად დიდი ცოდნა და დიდი დაკვირვება გვესაჭიროება. ხელსაწყოები, რომელსაც გავივლით და ვისწავლით კურსის განმავლობაში და მე პირადად ვიყენებ ხოლმე და მხოლოდ ამ software-ში მუშაობ. Photoshop-ი და Illustrator-ი არის ორი ძირითადი პროგრამა, რომლის ცოდნაც აბსოლუტურად საკმარისი არის, რომ შექმნათ ნებისმიერი გრაფიკული ვიზუალის მასალა. InDesign-ი არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება უფრო დიდი მასშტაბის ჟურნალების და წიგნების დასაკაბადონებლად. InDesign-ი, Photoshop-ი და Illustrator-ი სამივე არის Adobe-ს პაკეტი. როცა ერთ პროგრამას სწავლობ და მეორე შეისწავლი, რაღაცნაირად გამარტივებული არის, რადგან ინტერფეისი გავს ძალიან ერთმანეთს, თუმცა პრინციპები და მიზნები განსხვავდება. თუმცა ნავიგაციაში ძალიან გვეხმარება Photoshop-ის, მაგალითად კურსის სწავლას ვიწყებთ Photoshop-ის შესწავლით, ერთი კვირის შემდეგ გადავდივართ, ერთი კვირის არა, 7 ლექციის შემდეგ გადავდივართ Illustrator-ის შესწავლაზე. InDesign-ს ეთმობა ერთი ლექცია, რომელიც სრულიად საკმარისი არის ძირითადი მასალის გასაგებად. InDesign-ის ძირითადი დანიშნულება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ზოგი Illustrator-ის საქმეს InDesign-ში აკეთებს, იმიტომ რომ უფრო ეკომფორტულება. InDesign-ის ძირითადი დანიშნულება არის წიგნების დაკაბადონება, რადგან მაგალითად ნუმერაციის სათაურების რაღაცების გაკეთება არის გამარტივებული და ამის გამო ვიყენებთ ხოლმე InDesign-ს. კანვა მე პირადად გულწრფელად ვაღიარებ, რომ არასდროს არ გამომიყენებია, თუმცა ვიცი რომ დამწყები დიზაინერები და ადამიანები, ვისაც დიზაინი მოწონთ, ისინი ხშირად მუშაობენ ხოლმე კანვაში და Figma არის უკვე ვებ დიზაინისთვის და აპლიკაციებისთვის განკუთვნილი პროგრამა. Figma-ს ჩვენ არ შევისწავლით, კურსის განმავლობაში შევისწავლით Photoshop-ს, Illustrator-ს და InDesign-ს ექნება ერთი ლექცია. Illustrator-ის და Photoshop-ის განსხვავებაზეც ვისაუბროთ. Illustrator-ი არის ვექტორული პროგრამა, ხოლო Photoshop-ი არის რასტრული პროგრამა. რას ნიშნავს ეს? Illustrator-ში შექმნილი ნებისმიერი ვიზუალი, რასაც Illustrator-ში შევქმნით, იქნება ვექტორში. ეს ნიშნავს, რომ არის მაღალი ხარისხით, არასდროს რაზომაზეც არ უნდა გავაზაროთ, პიქსელები არ დაემჩნევა, ამიტომ ლოგოები, ფონტები და მაღალი ხარისხის ყველანაირი პროდუქტი იქნება Illustrator-ში. Photoshop-ი არის მისი პირდაპირ დანიშნულება არის ფოტოების დამუშავება, თუმცა ფოტოების დამუშავების იქით შეგვიძლია პოსტერების აწყობაც, პოსტების აწყობაც და ბევრი სხვა
მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა მისი პირდაპირ დანიშნულება არის ფოტოების დამუშავება. არის რასტრული პროგრამა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვიზუალი, თუნდაც ვექტორული ილუსტრატორში აწყობილი ვიზუალი Photoshop-ში გადავიტანთ, ის გახდება რასტრული, ანუ რაღაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს, რაღაც ზომაზე როცა გავზრდით, აუცილებლად დავინახავთ პიქსელებს. ილუსტრატორის შემთხვევაში თუ ფოტოს შევიტანთ, ეს იმას არნიშნავს, რომ ფოტო გადაიქცევა ვექტორულ ფაილად. არა, ფოტო ყოველთვის არის რასტრული ფაილი, ფოტო ყოველთვის შედგება პიქსელებისგან. ეს განსხვავება არის Photoshop-ს და Illustrator-ს შორის, ვიზუალურად რომ მივხვდეთ, ეს არის რასტრული ფაილი, ანუ დაფიქსელებული და ვექტორული გრაფიკა, რომელიც არის უფრო სუფთა და გამოხატული. ეს იმას არნიშნავს, რომ Photoshop-ში არ შეგვიძლია მაღალი ხარისხის ფაილების გაკეთება, შეგვიძლია, თუმცა რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს ფაილი, რაღაც დონეზე აუცილებლად დავინახავთ პიქსელებს. აქ რო უფრო გასაგებად კიდე შევხედოთ, ეს ვიზუალური სხვაობა არის ვექტორს და რასტრს შორის. ესეთი ილუსტრაციების შექმნა ძალიან ფერწერული და ძალიან რეალურთან მიახლოვებული, რა თქმა უნდა, ვექტორში ძალიან რთული არის. Photoshop-ი გაცილებით უფრო მორგებული არის თავისი ფუნჯებით და თავისი ხელსაწყოებით ესეთ ვიზუალებზე, თუმცა სუფთა გამოსახულების შესაქმნელად Illustrator-ი არის იდეალური პროგრამა. დღეს Illustrator-ში გვექნება ილუსტრაციის ხატვის პროცესი. ასევე უნდა ვისაუბროთ ფერების ორ გაფართოებაზე, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. დიზაინერის დამწყები თუ არა დამწყებისთვის მთავარი არის RGB და SMIC ფერებში განსხვავების ცოდნა და ყოველთვის გათვალისწინება. RGB ფერები ნიშნავს red, green, blue, სამ ფერში შლა. ყველაფერი, რაც ეკრანზე ვხედავთ, რაც არის digital, ყველაფერი არის RGB ფერთა შლაში. და ყოველთვის როცა რაღაცას დავბეჭდავთ, არის SMIC-ში, უნდა გადავიყვანოთ SMIC-ში, ჩვენ თუ არ გადავიყვანთ სტამბაში, რომ გავაგზავნით, ისინი გადაიყვანენ, იმიტომ რომ ბეჭდვა ხდება ყოველთვის SMIC გაფართოებაში. რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეთ დიზაინერები, როცა ამ ორ ფერების განსხვავებას არ მიაქცევთ ყურადღებას? RGB ფერები არის უფრო ნათელი. ეხა ეკრანზე რა მაგალითის მაქვს გამოტანილი, არ ვიცი თქვენთან კარგად ჩანს თუ არა სხვაობა, ზუსტად ერთი და იგივე ფერებია, ერთი და იგივე კოდია სხია ორივეში, ერთი არის RGB, მეორე არის SMIC. და განსხვავება იმაში არის, რომ RGB ფერები გვაძლევს საშუალებას, რომ იყოს უფრო ელექტრონული, უფრო ნათელი, უფრო ხალასი. SMIC-ში ამ ფერების მიღება არ შეგვიძლია. ამიტომ თუ რაღაც ნამუშევარზე მუშაობას დაიწყებთ ხოლმე, ყოველთვის გირჩევთ და ამაზე ძალიან ცუდად უფრო საუბრობთ კურსის განმავლობაში, დამკვეთებთან ურთიერთობას და სტამბასთან ურთიერთობაზე. დამკვეთთან ურთიერთობის დროს ყოველთვის გირჩევთ, რომ თავიდან როცა შეკვეთას აიღებთ, აუცილებლად გარკვეთ ის დანიშნულება, გარდა იმისა, რომ თქვა შეიძლება სოციალური მედიის პოსტი შეგიკვეთონ, აუცილებლად გარკვეთ ამ პოსტს საომალოს თუ აპირებენ რომ დაბეჭდონ და სადმე გამოიყენონ, იმიტომ რომ გაითვალისწინოთ, რომ არ გამოიყენოთ ისეთი ფერები, რომლებიც SMIC-ში გადაყვანის დროს ასეთ დიდ სხვაობას მოგცემთ და არ იქნება რაღაცა იდენტური იმისი, რაც გინდათ და რაც დაამტკიცეთ. ასევე გირჩევთ ხოლმე, რომ გამოგკითხოთ თუ აპირებენ სხვა მედიებში გამოყენებას, ან მაგალითად რაღაცა ძალიან დიდ ბანერის დაბეჭდვას, იმიტომ რომ ხარისხის გათვალისწინება აუცილებელი არის. თქვენ შეიძლება სოციალური მედიის პოსტი გაგაკეთებინონ, შექმნათ ვიზუალი, რომელიც ძალიან მოეწონება დამკვეთს და შემდეგ გითხრათ, რომ ამ ვიზუალის დაბეჭდვა უნდა 9 მეტრიან ბანერზე და თქვენ ვერ შესთავაზებთ, ვერ მისცემთ მას იმას, რაც უნდა, იმიტომ რომ არჩეული გექნებათ პატარა ხარისხის ფოტო, რომელიც სოციალური მედიისთვის საკმარისია, მაგრამ დიდ ზომაზე უკვე არ ყოფნით. ტექნიკურად ესეთ რაღაცებში რომ არ გაიჭედოთ ხოლმე, ყოველთვის გირჩევთ, გქონდეთ ბევრი კომუნიკაცია, თუ გაქვთ გექნებათ ისე სისტემა, რომ მარკეტინგის მენეჯერები გეყოლებათ და ისინი მოგიგვარებენ ამ პრობლემებს. ხო, კარგი, მაგრამ ძირითადად თქვენი
საქმეა ხოლმე, რომ თქვენს თავზე იზრუნოთ, რომ არ გაიჭედოთ საქმიანობაში და დროში, რაც მთავარი. და მოდი ახლა კიდე უფრო კარგად ვისაუბროთ, რა არის გრაფიკული დიზაინი და რისგან შედგება გრაფიკული დიზაინის ვიზუალები. გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური კომუნიკაცია, ანუ ჩვენ ვახდენთ ჩვენი მესიჯის, ჩვენი სათქმელის მიტანას ჩვენ სამიზნე აუდიტორიასთან ვიზუალური ხერხებით. ვიზუალურ ხერხებში, ანუ ეს ჩვენი ვიზუალი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, აქ გამოტანილი მაქვს მთავარი კომპონენტები, ხაზი, რომელიც ხშირად გამოიყენება დიზაინში რაღაცების ხაზგასასმელად, რაღაცების გამოსაკვეთად, მაგალითად რაღაცა წარწერის ყურადღების მისაქცევად, ფორმა, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე ხშირად ვიზუალის იდენტობის შესაქმნელად, მაგალითად შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ სოციალური მედიის პოსტებში რო გხვდებათ ერთი და იგივე ფრეიმი, მაგალითად, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა საინფორმაციო მედიებში თუ ასე შემდეგ, რომელიც ეს ამ ფორმებით მიიღწევა ის, რომ თქვენ თვალს ამახსოვრდება, რომ ეს არის რომელიღაცა გვერდი, სოციალური პოსტი, სოციალური მედიის პოსტი, ეს ფორმა ხდება რაღაც იდენტიფიცირდება უკვე კონკრეტულ კომპანიასთან თუ ადამიანთან. ფერი უმთავრესი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი და კომპონენტი ჩვენი ვიზუალის ფერებზე ცალკე კიდე ერთი ლექცია გვაქვს, სადაც ვსაუბრობთ და უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, როგორ ვიყენებთ, რა კომბინაციებს ვიყენებთ ფერების გრაფიკულ დიზაინში, რა უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ფერს აქვს არა მხოლოდ ვიზუალური დანიშნულება, მას ხშირად აქვს სიმბოლური დანიშნულება, ამიტომ ძალიან დიდი დაკვირვება გვმართებს ხოლმე ფერების არჩევისას. ტიპოგრაფია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად დიდ სირთულეს ვაწყდებით ხოლმე ტიპოგრაფიაზე მუშაობის დროს, განსაკუთრებით ქართულ ენაში. იმიტომ რომ არ გვაქვს ისეთი მრავალფეროვანი ფონტები, როგორც თქვათ ინგლისური ენის და ხშირად გვიწევს ხოლმე რაღაცა ჩელენჯებთან გამკლავება. ტიპოგრაფიით ჩვენი ვიზუალური კომუნიკაცია ჟღერდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიზუალით ვერ მივიტანთ ხოლმე ჩვენს სათქმელს, ამიტომ თავარი tagline-ით თუ მის ქვეშ განლაგებული ტექსტებით, მათი განლაგებით, ამ ტექსტუალურ ნაწილში რაღაცების ამონათებით, რაღაცების უფრო წვრილად დაწერს და ასე შემდეგ, ზომით, ფერის კონტროლით ვაღწევთ იმას, რომ ვქნით ამ კომუნიკაციას სრულყოფილს. იმიჯი, ან ფოტომასალა, რომელსაც ვიყენებთ ვიზუალში, შეიძლება ფოტოს გარეშეც გამოვიყენოთ, თუმცა ძირითადად რაღაცაში მაინც გვჭირდება ხოლმე. თეთრი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხშირად აუჯგებათ ხოლმე დამწყებ დიზაინერებს, მეც მქონდა ამაზე პრობლემა, როცა ვიწყებთ დიზაინის კეთებას და ვაწყდებით იმას, რომ ბევრი ხელსაწყო გვაქვს, ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ძალიან მოცული ვხდებით ამით, რომ ყველაფერი შეგვიძლია რომ გვინდა რომ ვცადოთ და ხშირად ჩვენი ვიზუალი ისე იტვირთება, რომ არ გვრჩება თეთრი სივრცე, ანუ აღარ სუნთქავს ჩვენი ნამუშევარი. ამ თეთრი სივრცეების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხშირად ხელს უშლის ხოლმე, გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაცები იმდენად კიდეში აღმოჩნდეს, რომ მოიჭრას ბეჭდვის დროს, ხშირად აღქმაში გვიშლის ხელს. 3D ფორმა, ისევე როგორც 2D ფორმა, ზუსტად იგივე დანიშნულებით, ოღონდ ამ შემთხვევაში 3D განზომილების და ტექსტურა, რომელიც ნებისმიერი სხვადასხვა ფორმით შეიძლება შემოვიტანოთ ვიზუალში, შეიძლება იყოს რაღაცა ძველი ქაღალდის, რკინის, ხის, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ტექსტურა, რომელიც ჩვენს ფოტოში, ან ჩვენს ტიპოგრაფიაში, ან ჩვენს ფორმაში შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არის რამდენიმე 8 კომპონენტი ამ შემთხვევაში, აქაც შეგვიძლია უფრო მეტად კიდე გავშალოთ, თუმცა ეს არის 8 კომპონენტი, რომელზეც ძირითადად ძალიან გვიწევს კონცენტრირება სხვა პრინციპებთან ერთად.
რევანდელი ჩვენი ილუსტრაციის მასტერკლასზე რო გადავიდეთ და ილუსტრაციის ხატვა რო დავიწყოთ, მოგიყვებით იმ საფეხურებს მე პირადად რასაც გავდივარ ხოლმე სანამ ილუსტრაციაზე მუშაობას დავიწყებ. პირველ რიგში ყოველთვის ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის მაგას ვეუბნები, რომ როცა რაღაცა იდეაზე მუშაობას იწყებთ, აუცილებლად ათვალიერეთ ბევრი სხვა ადამიანების ნამუშევრები. ამისთვის არსებობს Behance, Pinterest, Dribbble და ბევრი სხვა პლატფორმა, სადაც დიზაინერები თავის ნამუშევრებს ტვირთავენ. თემატიკასთან მიახლოვებული რა თემაზეც გიწევთ ფიქრი და იდეების გენერირება, შეგიძლიათ იმის მიხედვით ათვალიეროთ სხვების ნამუშევრები. შექმნათ moodboard-ი თქვენთვის, მაგალითად ვიღაცის ნამუშევარი შეიძლება ფერების გამო მოგეწონოთ, ვიღაცის ნამუშევარი შეიძლება ტექსტის განლაგება მოგეწონოთ. ამით შექმნათ თქვენთვის moodboard-ი, ანუ ვიზუალური ხასიათი და იმის მიხედვით უკვე აწყოთ ხოლმე და შექმნათ თქვენი ნამუშევრები. ჩემთვის პირადად იწყება ხოლმე იმით, რომ ბევრს ვერაფერს თავიდან ვერ ვფიქრობ, სანამ დედლაინი არ მოვა და პანიკა არ დამეწყება, იქამდე იდეები არ მომდის ხოლმე, თუმცა მაინც ყოველთვის ვათვალიერებ სხვების ნამუშევრებს. პირველი, რასაც ილუსტრაციის შექმნის დროს, როცა ისეთი მხატვრული კუთხით ვუდგებით, არ მაქვს პირდაპირ დავალება, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რა მაქვს მე პირადად სათქმელი და რა არის პრობლემატური, სასიხარულო, თუ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რადგან ეს არის ვიზუალური კომუნიკაცია და ეს არის ჩემი პირადი კომუნიკაცია ადამიანებთან, როცა როგორც არტისტი ისე მუშაობ ნამუშევარზე და არა როგორც უბრალოდ შემსრულებელი რაღაც დაკვეთის, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე ჩემი სათქმელი რა არის და რა მინდა რომ გავაზიარო. აქედან გამომდინარე, ხშირად მაქვს ხოლმე რაღაცა სიმბოლიზმის დეტალები ჩემს ნამუშევრებში და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ სადღაც რაღაცა პატარა ისეთი ჩავდო, რომელიც შეიძლება მარტო მე მესმოდეს, თუმცა ხშირად გავხარებულ ვარ იმითი, რომ ვიღაც ადამიანებს, ვისთანაც შეიძლება არანაირი ემოციური კავშირი არ მქონდეს და არც ვიცნობდე, იგივე ამოუცნიათ ხოლმე ჩემი ნამუშევრებში უთქვამთ და ძალიან მომხარებია. ამ შემთხვევაში ჩემი ბოლო მიუხედავად იმისა, რომ ეხლა დიდი ხანია პირად პროექტებზე აღარ მუშაობ, 2 წლის წინანდელი პროექტი რაც მქონდა, იყო ხელების ილუსტრაციები, რომელიც აი ზევითაც განახეთ, მე მგონი ხალხი. და ეს ილუსტრაციები იყო ძირითადად ჩემთვის საყვარელ რაღაც სიმბოლიკებზე აგებული და ჩემი ემოციების გამოსახატად, თუმცა არ ქონდა მხოლოდ ის დანიშნულება, რომ ეს პირადი ემოციები გამომეხატა კარგი დადებითის მიმართ, ყოველთვის როცა რაღაცა პრობლემატური და მტკივნეული ხდებოდა, მაშინაც ვცდილობდი ხოლმე, რომ ეს ჩემი ილუსტრაციები გამოხმაურებოდა ხოლმე ამ პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ ფერები ძალიან მკვეთრი და ხალისიანი არის, თემა ყოველთვის ესეთი არ არის ხოლმე, ეს პოსტერი ეძღვნებოდა ქალებზე ძალადობას. შემდეგ იყო პოსტერი, როცა ჰიჯაბის მოხსნის გამო მოხდა ტრაგედია და ამას ეხებოდა პოსტერი. მთავარი გმირი ყოველთვის იყო ხელი და ხელთან რაღაცა დეტალი, რაღაცა ნივთი, რაღაც შემომქონა, რაც დანარჩენ სათქმელს ამბობდა ხოლმე. ეს გარემოს დაბინძურებაზე იყო ერთ-ერთი პოსტერი და დღევანდელი ჩვენი ილუსტრაციაც ამ მიმართულებით გადავწყვიტე, რომ იყოს. რა თქმა უნდა, ეხა სხვა არ ვიცი, ბევრი საფიქრალი და სანერვიულო ვერ მაქვს საქართველოს გარდა, ამიტომ ისევ რაღაცა მაგ ჩარჩოში მოვეკეცი და მოდი ხა ერთად გავიაროთ ის პროცესი, როგორ იქნება ილუსტრაცია. მოკლედ, ილუსტრატორი თუ გაქვთ, რო გახსნით, პირველი მოდი მოკლედ ვისაუბრებ იმაზე, როგორ იქნება ახალი ფაილი. New file-ზე დაჭერით.
გამოდის ფანჯარა, საიდანაც ჩვენ გვაქვს პარამეტრები, როგორ შევქმნათ ახალი დოკუმენტი. აი აქ ზევით გვაქვს მოცემული რაღაცა ტემპლეიტები, ზომების, რაც ვთქვათ, პრინტისთვის გამოდგება, ვებისთვის გამოდგება, მობაილისთვის. აქ პირდაპირ შეგიძლიათ მოძებნოთ ხოლმე რაღაც ზომა გამზადებული, რომ ხელით არ წეროთ, მაგალითად. ამ შემთხვევაში მოდი პრინტზე გადავალთ A4-ს დავაჭერ. პოსტერის დიზაინს ვაკეთებთ და ილუსტრატორის შემთხვევაში, წეგან როგორც ვისაუბრეთ, A4 პოსტერისთვის ძალიან პატარა არის, მინიმუმ A3 უნდა იყოს, ან A2, მაგრამ A4 ზომაზეც რომ ვიმუშაო და უფრო პატარა ზომაზეც არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ვექტორული იქნება ეს ვიზუალი და რაღაც მომენტში როცა გავუსწრდით ზომას და დაგჭირდება რომ უფრო დიდი დაუბედოთ, ხარისხი არაფრით არ გაუფუჭდება. აქ გვერდზე რომ შევხედოთ, გვიჩნდება ზომების განყოფილება, სადაც გვიჩვენებს ავტომატურად უკვე A4-ის შემთხვევაში თავის ზომას, აქ ორიენტაცია, ანუ ვერტიკალური, ჰორიზონტალური და გვიჩვენებს არტბორდების რაოდენობას. ეს არის ერთ-ერთი სხვაობა აღარ არის, იმიტომ რომ Photoshop-შიც გვაქვს არტბორდებზე მუშაობის საშუალება, თუმცა აქ ბევრად კომფორტული არის და შეგვიძლია ძალიან დიდი რაოდენობის არტბორდების გაკეთებაც, თუმცა რა თქმა უნდა რაღაც შეზღუდვა არსებობს. ძალიან ბევრი არტბორდი თუ გვჭირდება, ესე იგი უკვე InDesign-ი გვჭირდება და ჯობია რომ InDesign-ში ვიმუშაოთ. მაგრამ პრეზენტაციების აწყობა და ასე შემდეგ შეგიძლიათ აქაც გააკეთოთ. ბლიდების განყოფილება, ეს არის რაც გვჭირდება ბეჭდვაზე მუშაობის დროს, როცა საბეჭდ მასალას ამზადებთ, მინიმუმ 3 მმ-ის ბლიდი, ანუ 3 მმ-ის ველი უნდა დაუტოვოთ გარშემო. აქ რომ ჩაწერთ 0.3 ავტომატურად ყველგან, იმიტომ რომ ეს ჯაჭვი გვაქვს ჩართული, ავტომატურად ყველგან ჩაეწერება 0.3. ბოდიში აქ კითხვები არ გამორჩეს. ილუსტრატორი საიდან შეიძლება გამოწეროთ, ან მე ოფიციალური ვერსია მაქვს და გირჩევთ თუ რაღაც მომენტში თუ გადაწყვეტთ რომ გაყვეთ ამ პროფესიას ოფიციალური ვერსია იყიდოთ, თუმცა ძალიან ბევრი წელი დაკრიკულ ვერსიას მოვიხმარდი და კურსის გავლის შემთხვევაში მე როგორც ვიცი Smart Academy თავად გეხმარებათ პროგრამების დაყენებაში. ისე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, საიდან შეიძლება რომ ჩამოწეროთ, მაგრამ ბევრი ალბათ რაღაც ტორენტებზე არსებობს. თუმცა Smart Academy ეხმარება სტუდენტებს. ხო, და შემდეგი არის ზუსტად ეს განყოფილება, რაზეც ვსაუბრობდით, RGB და SMIC ფერები. ეხლა რადგან პოსტერზე ვმუშაობთ, მოდი SMIC ავირჩიოთ, იმიტომ რომ გავთვალოთ რომ უნდა დაიბეჭდოს. და აქ შეგვიძლია რომ რაღაც სახელი დავარქვათ, მოდი რადგან ამ თემას ვახავით. ბლიდები ამ შემთხვევაში არ მჭირდება, უფრო ხელშემშლის, მაგრამ თუ დაგჭირდებათ ხოლმე, ბლიდების დამატება ყოველთვის შეგიძლიათ, ეს რაღაცა პარამეტრებს რო შეიყვანთ, არ გეგონათ რომ მე ვერ შეცვლით, ყოველთვის შეგიძლიათ ზომის შეცვლა, ანუ იქ რაც გავიარეთ, მე ყოველთვის შეცვლა, ფერებით დაწყებული, ყოველთვის შეცვლა შეგიძლიათ. ილუსტრატორში როცა შეხვალთ, ეს არის უკვე თქვენი სამუშაო სივრცე. და მოდი ამებს გავთიშო. ეს არის თქვენი სამუშაო სივრცე, ეს თეთრი არის თქვენი არტბორდი, რაზეც უშუალოდ რაც აქ გამოჩნდება, ის არის ვიზუალი, ანუ რაც აქ ჩანს, ის დაიბეჭდება, ის შეგიძლიათ გააგზავნოთ, თუმცა მთელი გარშემო რაც ხდება, ყველა სივრცე შეგიძლიათ რომ სამუშაო სივრცედ გამოიყენოთ. კიდევ ეს სხვაობა არის Photoshop-ს და Illustrator-ს შორის. Photoshop-ში ესე ვერ მუშაობ, თუმცა აქ გარშემო ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ აქ რაღაცები აწყოთ და საბოლოო ჯამში აქ არტბორდზე რასაც დაალაგებთ, ეგ იქნება თქვენი ვიზუალი. Windows-იდან თუ მაგალითად გახსენით პროგრამა და რაღაცეები არ ჩანს, მაგალითად ხშირად აწკბებიან ხოლმე ესეთ პრობლემას, რომ აი აქ ზევით ეს ბარი არ ჩანს, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ოპშენების ბარი, ან ნებისმიერი ხელსაწყო, რომელიც აიგენ მარცხნივ გვაქვს განლაგებული, ნებისმიერი ხელსაწყოს არჩევის დროს მისი ოპშენები ჩნდება ზევით.
ხშირ შემთხვევაში ეს ნაწილი არ ჩანს ხოლმე თავიდან როცა პროგრამას აყენებენ და შეგიძლიათ მაგის შეცვლა Windows-იდან Workspace-ზე გადახვიდეთ და Paintings დააჭიროთ ან მოსინჯოთ სხვა ვერსიები, რომლის შემთხვევაშიც გამოჩნდება. Essential-ის შემთხვევაში რატომღაც ხშირად არ უჩანთ ხოლმე ეგ ნაწილი, აი ესე ჩანს ხოლმე. ნებისმიერი სხვა ფანჯარა, რომელიც შეიძლება მუშაობის პერიოდში დაგჭირდეთ, შეგიძლიათ რომ Windows-დან გამოიძახოთ. მაგალითად, ეს ფანჯარა, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, Pathfinder-ი. აქ ის რით შეგიძლიათ აწიოთ, ჩამოწიოთ, Align-ები, ასევე საჭირო განყოფილება და swatch-ებიც, ასევე ფერების განყოფილება. თქვენ შეგიძლიათ აქ ესე ჩასვათ, ანუ აქეთ გვერდზე გამოწეთ, მოკლედ თქვენ გემოზე შეგიძლიათ ყოველთვის მოირგოთ თქვენი სამუშაო სივრცე და არ შეგეშინდეთ ხოლმე, რომ რაღაცა რო გაქრება, უკან ვერ დააბრუნებთ. და როგორ ხდება ხოლმე ილუსტრაციებზე ისე მუშაობა, თუ მაგალითად არ გვაქვს ხატვის გამოცდილება და არც ცოდნა, შეგვიძლია რომ ფოტოებზე დავხატოთ რაღაცეები, ხშირად გამომიყენებია მე პირადად ეგ ხერხი, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ხატვის გამოცდილებაც მაქვს და ან ხატავდი და მხატვარი ვიყავი, ხშირ შემთხვევაში არ მაქვს ხოლმე იმის დრო, რომ მე ცალკე ფურცელზე სკეჩი დავხატო და შევიტანო კომპიუტერში და შეიძლება ფოტოები გამოვიყენო ხოლმე ჩემ შაბლონად, რაზეც ილუსტრაციას ავაგებ. ეს შაბლონი შეიძლება რა თქმა უნდა თქვენ ხელით ჩანახატი გააკეთოთ, ფოტო გადავუყოთ, შეიტანოთ და ისე დახატოთ, ან მოძებნოთ ფოტო, რომელიც გამოგადგებთ, ან შეიძლება გადავუყოთ რაღაცას იმ კუთხით და იმ პერსპექტივით ზუსტად რაც გჭირდებათ, ან შეიძლება რაღაცა სხვა ფოტოები მოძებნოთ, Photoshop-ში უხეშად ააწყოთ შაბლონი და ამაზე მერე დაიწყოთ ხატვა, ნებისმიერი ხერხი არის მისაღები საბოლოო შედეგისთვის, თქვენ როგორც გაგიხარდებათ. ამ შემთხვევაში არ გადავიდეთ. ამ შემთხვევაში Google-ში მოვძებნე ფოტო, შემეძლოთ ჩემითაც გადამიღო მსგავსი ან სხვა მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში Google-ში მოვძებნე ფოტო. ფოტოს შემოტანა შეგიძლიათ file open აქედან, ფოტოს ნებისმიერ ფოლდერიდან შეგიძლიათ ფოტო შემოიტანოთ. შეგიძლიათ ესე ხელი მოკიდოთ და ესე drag-ით შეაგდოთ. ან Ctrl-O-T კლავიატურიდან გამოიძახოთ გახსნის ფანჯარა. ეს ფოტო გადავაკოპიროთ ახლა. ილუსტრატორში ზევით იხსნება თაბებივით, როგორც კომპიუტერის თაბებში, ისე იხსნება ჩვენი პროექტები. გადავიდეთ ისე იმ artboard-ზე, რომელიც შევქმნით, იმ პროექტზე, რომელიც შევქმნით. შემოვიტანოთ ფოტო. მოვარგოთ ჩვენს artboards და აქ უკვე ჩდება, ნახეთ, როცა რაღაცას ვაკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზევით ჩდება option-ების განყოფილება. ამ შემთხვევაში პირველი თული ხელსაწყოების განყოფილებაში არის ჩვენი selection tool-ი, რის გადაადგილებას, გაზრდას და პატარაობას ვაკეთებთ ჩვენი ფოტოსი. ამ selection tools როცა ვირჩევთ, ზევით გვიჩდება align-ების განყოფილება, რომელიც ცალკე აქეთაც მოქვს გამოძახებული და align-ები რას ნიშნავს? ეს არის ავტომატური პროგრამული გასწორება ჩვენი ობიექტის artboard-თან მიმართებაში, ან თუ ორ ობიექტს მოვნიშნავთ, ამ ორი ობიექტის ერთმანეთთან მიმართებაში. თუ ერთი ობიექტი გვაქვს მონიშნული, ის ავტომატურად აღიქვავს, რომ ის ობიექტი სწორდება artboard-თან. ამიტომ ესე მარტივად ხელის დაჭერით შეგვიძლია, რომ ცენტრში და ქვედა მხარეს გავუსწოროთ ჩვენი ილუსტრაცია. პირველი, რასაც გირჩევთ ხოლმე ილუსტრაციაზე ხატვის დაწყების დროს, როცა გაასწორებთ თქვენ ფოტოს და მოარგებთ რაღაც გარკვეულ ადგილს, აუცილებლად დაბლოკეთ ეს ფოტო Ctrl-2-იანით კლავიატურაზე. ფოტო იბლოკება, ანუ მისი გამოძრავება აღარ შეგიძლიათ, თუმცა მისი განბლოკვა Alt შეგიძლიათ ობიექტიდან unlock all-ს მისცემთ და განიბლოკება. ამას გირჩევთ, იმიტომ რომ არ შეგეშალოთ ხელი ხატვის მომენტში, იმიტომ რომ ზევიდან როცა დახატავთ რაღაცა, შეიძლება რაღაც მომენტში გაგიმოძრავდეთ თქვენი ფოტო და უკვე აგერიოთ ყველაფერი და ზუსტად ვეღარ დაამტყუებთ. ხატვის მთავარი ხელსაწყო ჩემ შემთხვევაში, რასაც ვიყენებ, არის pen tool-ი, თუმცა გვაქვს brush-ის ხელსაწყო.
ამ შემთხვევაში, როცა მაუსით მუშაობთ, ყველაზე идеალური არის ფენთულის გამოყენება. აი ეს მესამე ხელსაწყო არის ფენთული. და მთავარი პრინციპი, როგორც ვიწყებ ხოლმე ილუსტრაციაზე მუშაობას, ილუსტრაციას ვყოფ რამდენიმე ნაწილად ვაჯგუფებ. ანუ ამ შემთხვევაში ესე რომ შევხედოთ, ხელი არის ცალკე, ეს ნაწილი დროშის არის ცალკე, ეს ნაწილი დროშის აღვქვათ, რომ არის ცალკე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილებს ცალ-ცალკე დავაჯგუფებ და შიგნით ჯგუფში ვიმუშავებ ხოლმე, რომ რაღაცეების მონიშვნა და გადაადგილება და ფერის შეცვლა და ასე შემდეგ გავიმარტივდეს. მოდი ფენთულის შემთხვევაში ნახოთ, როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო და როგორ ვხატავთ ხოლმე ილუსტრაციას. კლასიკური გაგებით ამ ხელსაწყოს ესე გამოიყენებენ. მე ეგრე არ ვხატავ, მაგრამ განახებთ მაინც. იმიტომ რომ ვიღაცებს ესე უმარტივდებათ. ვიღებთ ფენთულს და ვსვავთ აი ამ წერტილებს. ხო, პირველი რასაც ვცვლით, თულების განყოფილებაში სუქვევით რომ შეხედოთ, არის ორი ფერი. პირველი ფერი არის შიგნით რაც არის იმის აღნიშნული და მეორე ფერი არის კონტურის აღნიშნული. ყოველთვის გირჩევთ, რომ ხატვას როცა დაიწყებთ, შიდა ფერი გაუქროთ და შევცვალოთ კონტურს ისეთი ფერით, რომელიც ხილვადი იქნება იმ კონკრეტულ ვიზუალზე, რომელზეც ხატავთ. ამ შემთხვევაში რაღაც ყვითელი რო ავიღო, ისეთი ხილვადი არ იქნება, მწვანე ყველაზე კარგად ჩანს და შიდა ფერი გავუქრეთ ხოლმე, იმიტომ რომ ეხა იწეღანაც ჭირდა რომ აი ესე გიფარავთ ვიზუალს, ისეთი რაღაცა არ დაგემართოთ და არ დაგიფაროთ ვიზუალური ხედველობა. ოკეი. კლასიკურად ეს ხელსაწყო ესე გამოიყენება, ვსვავთ წერტილებს სწორად. ეს პრაქტიკიდან გამომდინარე, ხვდებით უკვე სად უნდა დასვათ ეს წერტილები. როცა უკვე კარგად ამუღამებთ, ესე რომ ვთქვათ, ამ ხელსაწყოს. დიახ, ესე უხეშად დავასრულებ, რომ რაც უფრო ნაკლებ წერტილს გამოიყენებთ, მით უკეთესია და უფრო კი გაგიმარტივდებათ, თუმცა რა თქმა უნდა, თუ გჭირდებათ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დასვათ იმ ადგილას წერტილები. კლასიკურად ეს ხელსაწყო ესე გამოიყენება, ანუ წერტილებს დასვათ სწორად, მერე ფენთულის ქვევით დიდხანს რო დააჭერთ, ჩამოიშლება მეორე ხელსაწყო, რომელიც anchor point tool არის და მიდიხართ აი ამ სეგმენტებთან, რომელიც ამ წერტილების შორის არის და შეგიძლიათ რომ ეს სეგმენტები აი ესე ამოძრავოთ და მოარგოთ ვიზუალს. ეს ხელსაწყო ესე მუშაობს, ყველა წერტილს, რომელსაც დასვავთ, თუ ერთ წერტილს ესე დასვავთ პირდაპირ, რომ არ გააჩერებთ მაუსს, უბრალოდ წერტილად სვავს, თუმცა ამ ხელსაწყოთი შეგიძლიათ მიიტანოთ და ამ წერტილს გაუჩინოთ აი ესეთი ბერგეტები, რომელიც ავტომატურად ესე გვაძლევს რაღაცების ლავირების საშუალებას, ფორმის მორგების, დახრილობის შესაცვლელის და ასე შემდეგ. ეს არის კლასიკური ხერხი, როგორც ეს პროგრამაში გამოიყენება ეს ხელსაწყო, თუმცა დიდ ილუსტრაციებზე ხატვის დროს მე პირადად ეგრე არ ვიყენებ, მე პირადად როცა ვხატავ, ყველა წერტილზე სათითაოდ ვაჩენ ბერგეტებს. ანუ რას გულისხმობ? პირველ წერტილს რო სვავთ, მეორე წერტილი ამ შემთხვევაში სწორი არის და ამჭირდება, მაგრამ აი აქ მაგალითად მესამე წერტილს რო სვავ, უკვე დიდხანს ვაჭერ და ეს ბერგეტები ჩდება და მივაყოლებ ფორმაზე. ანუ მერე კი აღარ ვამუშავებ მეორე ხელსაწყოთი ფენთულით. ესე ეხლა შეიძლება მარტივად ჩანდეს, თუმცა საკმაოდ თავიდან, როცა გადავდივართ ხოლმე ილუსტრატორზე, საკმაოდ რთულად აღსაქმელია ხოლმე, ხელით დასამუღამებელი, მაგრამ ცოტა მუშაობის მერე აუცილებლად ავუღებთ ალღოს, რაც შეიძლება ნაკლები წერტილით ვცდილობთ, რომ მივახციოთ ფორმას და ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ რაღაც მომენტში, როცა უკვე ამ ხელსაწყოს კარგად ისწავლით, ძალიან თერაპიული ხდება ეს პროცესი, როცა შეგიძლიათ, რომ
ილუსტრაციები ხატოთ, ჩემთვის პირადად ეგ დანიშნულება აქვს ხოლმე. როცა რაღაც ფოტოს უყურებთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა იდეალურად რეალისტური ვიზუალი მივიღოთ. უყურებთ იმ ადგილებს, რისი გამოხატვაც გვინდა, ანუ რაც არის მნიშვნელოვანი. აქ ბევრი ნაოჭი ჩანს ფოტოში, მაგრამ ყველა ნაოჭი არ გვჭირდება, ხო? ანუ უყურებთ რაღაც ადგილებს, რომელიც იმ რაღაცა ფორმისთვის, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ, ყოფნის. ანუ აი მაგალითად ეს ნაოჭი შეგვიძლია გავაკეთოთ. Pen tools-ზე მუშაობის დროს, როცა წერტილს დასვავთ პირველს და რაღაც ფორმას აკეთებთ, თუ თქვენ ამ ფორმას არ შეაერთებთ, ანუ ფორმა არ არის დასრულებული. თუმცა ესეთ შემთხვევებში, მაგალითად, როცა რაღაცა კონტურებს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მჭირდება, რომ გავწყვიტო ეს ფორმა და მხოლოდ კონტური შევინარჩუნო, ანუ კონტურის დანიშნულება აქვს. ამ შემთხვევაში, როცა უბრალოდ ხატავთ, შეგიძლიათ escape-ს დააჭიროთ ხოლმე. იმიტომ რომ თავისით არ წყდება ეს ხელსაწყო, escape შეგიძლიათ დააჭიროთ, ან paste დააჭიროთ. მაგრამ ყოველთვის იყავით ხოლმე ფრთხილად, თუ სხვა რაღაცის ხატვას დაიწყებთ და შემთხვევით აქ მოგიხვდებათ დაუსრულებელ shape-თან, ან დაუსრულებელ ხაზთან მოგიხვდებათ წერტილი, ავტომატურად გიერთიანებთ იმ წერტილთან, იმ ობიექტთან. ამიტომ მაგალითად ესეთ ხერხს მივმართავ ხოლმე მე პირადად, ნაოჭები შეგიძლიათ რომ ცალკე ჯგუფში მოაქციოთ, მაგალითად ნაოჭებზე ხატვას როცა ვიწყებთ, ეს რადგან რამდენიმე ნაოჭი უკვე დავხატეთ, შეგვიძლია მოვნიშნოთ. Ctrl-G-ით დავაჯგუფოთ და უკვე დაჯგუფებულში შესვლა შეგვიძლია ამ ხაზზე, ან ნებისმიერ მეორე ხაზზე ორჯერ დაჭერით და შევდივართ მარტო ამ ხაზების ჯგუფში, სხვა რაღაცები აღარ შეგვიძლია რომ მოვნიშნოთ. ამიტომ აქ შეგვიძლია რაღაცები ვხატოთ, სანამ მოვრჩებით, მაგალითად ნაოჭების დახატვას და მერე შეგვიძლია რომ ეს ნაოჭების ჯგუფი დავბლოკოთ, Ctrl-2-იანით, როგორც წეგან ვისაუბრეთ, რომ ხელი აღარ შეგუშალოს მაგალითად სხვა რაღაცების გაკეთებაში. დაჯგუფება ასევე კარგი არის იმისთვის, რომ რაღაცა თვისებები შეგვიძლია რომ ერთიანად შევუცვალოთ. მაგალითად, ეხლა რომ ამ ჯგუფიდან აი აქ ზევით გიჩნდებათ რამდენ ჯგუფში ხართ შესული. ეხლა ერთ ჯგუფში ვართ შესული, შეგვიძლია layer-ზე გადავიდეთ და უკან გამოვიდეთ. აი ეს დაჯგუფებული ტიპი არის ესე ცალკე და მას შეგვიძლია რომ რაღაც მახასიათებლები ერთიანად შევუცვალოთ. მაგალითად, კონტურს დავაჭიროთ, შავზე გადავიყვანოთ და ყველასთან შეიცვლება. კონტურების გაყოფილებაში ეს კონტურს რო ვარჩევთ, აქ ზევით, როგორც ვთქვით, ყველას თავისი ოფშენები გამოსდის და გვიჩნდება კონტურის ოფშენები, შეგვიძლია მისი სისქე ვაკონტროლოთ. შეგვიძლია თვითონ კონტურის ხასიათი, ანუ აი ესეთი რაღაცა კონტური გამოვიყენოთ, რომელსაც მე პირადად ხშირად ვიყენებ ხოლმე ილუსტრაციების შემთხვევაში, თავში დაწვრილებს მაგალითად ბოლოებს და უფრო კომიქსური გამოდის ხოლმე ვიზუალი. აქ შეგიძლიათ უფრო ხატრული, აი ესეთი ხატრული აქ შეხვიდეთ library-ში და უამრავი მახასიათებლის კონტური გააკეთოთ. ცალკე ეს კონტურები დაამუშავოთ, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა ფუნქცია აქვს, რომელიც შეიძლება რაღაც კონკრეტულში დაგჭირდეთ და გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მოდი ესე დავტოვოთ და დავბლოკოთ, რომ დროებით ხელი არ შეგუშალოს. ეხლა ეს ხელი მთლიანად შეგვიძლია ცალკე კიდე სხვა ჯგუფში გავართიანოთ, ანუ კიდევ ერთხელ Ctrl-G-ს დავაჭიროთ და დავაჯგუფოთ. სანამ დავბლოკავდი ჯობია მომენტი ვქნა. ოკეი, Ctrl-G. და აქ რო შევდივართ, ეს შეგვიძლია დავბლოკოთ და აქ შეგვიძლია გავაგრძელოთ მაგალითად ჩრდილების ხატვა. ჩრდილების ხატვასაც ესე ვიწყებთ. აი აქ მაგალითად აქ წერტილის დასმა რომ მინდა, ეხლა კონტური რო დაბლოკელი არ გქონდეს, აქ შეიძლება წერტილი დასვათ და გაერთიანდეს, ამიტომ ჯობია ხოლმე რომ ყურადღებით ვიყოთ. ჩრდილებს ხატავთ. მაგალითად, აი ამ ნაწილის ჩრდილის დახატვა გვინდა, კონტურით კლავ, ესე უბრალოდ შემოვხაზავთ. შიდა მხარეს და გარეთ მხარეს უკვე შეგვიძლია რომ ესე უხეშად დავასრულოთ ნახატი და რატო? იმიტომ რომ ამ ხელის ფორმით, რომელიც აქ გვაქვს, შეგვიძლია რომ მარტივად ეს ფორმა უკვე ისე ამოვჭრათ, რომ აქ
დეტალურად გაყოლება აღარ დაგჭირდეს და ამაზე წვალება რომ დავამთხვიოთ ჭრდილის ხაზი, ხელის ხაზს. ჭრდილი მოვხაზეთ, ანუ შიდა მხარეს მოვხაზეთ, როგორც გვინდა რომ ჩანდეს, ვიღებთ ხელის გამოსახულებას. ხელის გამოსახულებას ვაკოპირებთ Ctrl+C. ნიშნავთ ჩვენ ჭრდილის ობიექტს, Ctrl+F ნიშნავს Control Front, ანუ მონიშნული ობიექტის წინ ჩავაკოპირეთ ეს ხელის გამოსახულება. მოვნიშნეთ ეს ხელის გამოსახულება და ჭრდილის შეიფი და აქ უკვე გვჭირდება მოჭრის ფანჯარა, Pathfinder-ი და აქ გვაქვს რამდენიმე აიკონი, რომელიც სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს. პირველი არის გაერთიანება, მეორე არის მოჭრა, მესამე და მეოთხეც არის მოჭრა, თუმცა სხვა ფუნქციები აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვადგება აი ეს ფუნქცია, როცა გვინდა რომ დარჩეს შიდა ნაწილი, ანუ ეს ნაწილი ორი ობიექტის გადაკვეთისგან დარჩეს ის ნაწილი, სადაც ესენი იკვეთებიან. ანუ ეს ადგილი გვჭირდება. აი ნახეთ, ჩვენი შეიფი მოიჭრა. რატო ვაკოპირებთ ამ ობიექტს? მაგაზე ვისაუბრებ. როცა ამ მოქმედებებს ვასრულებთ, ის ობიექტი, რომელიც მოქმედებს მეორე ობიექტზე, იშლება. ანუ ჩვენ თუ ეს ხელი არ დავაკოპირეთ და ისე გავაკეთეთ, ეს ჩვენი დახატული შეიფი წაგვეშლება. და ასევე ამის წინ რატო ჩავაკოპირეთ, ან Ctrl+F რატო გამოვიყენეთ, ყოველთვის ამზე მოქმედების გასაკეთებლად, რითიც მოქმედებთ, ის ობიექტი უნდა იყოს მეორეზე წინ. ამიტომ მარტივად Ctrl+C და Ctrl+F-ით შეგვიძლია ხოლმე რომ ეს მოქმედება გავაკეთოთ. გისმენთ? რაღაც მაინტერესებდა ბოდიში რომ შუაში შეგეძლოთ. უბრალოდ ან დავუშვათ რაღაც კონკრეტული ერთი დეტალი რომ მინდა შევასწორო. ანუ ლეიერების ეს ვერსია მე პირველად ვნახე და მაგიტომ მაინტერესებს თუ შეიძლება რომ კონკრეტული ერთი დეტალი შევასწორო ისე რომ აი სახელიც რო არ ვიცი რა ქვია მაგალითად მე სუმარჯვნი მაქვს ხოლმე ლეიერები და მაგიტომ როგორ ხდება შესწორება. ანუ ნახე კონკრეტული დეტალის. Illustrator-ში Photoshop-ისგან განსხვავებით ლეიერები გვაქვს Illustrator-შიც, თუმცა Photoshop-ისგან განსხვავებით ლეიერებზე არ ვმუშაობთ. ანუ ეხლა შეგახედავთ ლეიერების ფანჯარას და მიხვდებით რატო არ ვმუშაობთ. ეხლა არ მაქვს ბევრი ობიექტი, მაგრამ რო გავხსნი ილუსტრაციას დასრულებულს, იქ მიხვდებით. ან სათითაო ხაზს ინახავს სათითაო ლეიერზე. პრინციპი იგივე არის, ანუ რომ წარმოიდგინოთ ყველაფერი, რასაც ხატავთ, ანუ მაგალითად გავაკეთეთ ოთხკუთხედი. ფერი ჩავასხი, ხო? გავაკეთე ოთხკუთხედი, მერე დავხატე წრე. ყველაფერი, რასაც ახალს გააკეთებთ, ჩავასხავ. Illustrator-შიც ეგ პრინციპია, რომ ყველაფერი ახალი იდება წინა ობიექტზე ზევით. ეგრე მეყვება, რომ აი ესე შეხედეთ, როგორც დასტას ფურცლების, აი ესე იდება წინა ლეიერზე ზევით. თუმცა ცალკე ლეიერების ფანჯარა ისეთი advanced და ისეთი გამართული, როგორც Photoshop-ში არის, ესე არ გვაქვს. თუმცა მონიშნა შეგიძლიათ ჩვეულებრივად, ანუ selection tools რო დააჭერთ, ნებისმიერ ობიექტს, რომელსაც უბრალოდ დააჭერთ, ფაქტიურად იმ ლეიერზე გადადიხართ და შეგიძლიათ რომ ცალკე ის დაამუშავოთ. ანუ ხა მაგალითად ამ ჯგუფში რომ ესე დაჯგუფებული ლეიერები რო დავაჯგუფოთ დაახლოებით იგივე რაღაცა აქ შედიხართ და სათითაო ტიპის მონიშნა შეგიძლიათ უბრალოდ selection tool-ით. და სათითაო ამ ტიპში შეგიძლიათ ფერი ცვალოთ, შეგიძლიათ რავი წერტილები ჩაამატოთ და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის რედაქტირება არის შესაძლებელი. თუმცა Photoshop-ის პრინციპი ხო აქ ლეიერების შემთხვევაში არ მუშაობს. რა თქმა უნდა, ეხლა სათითაოდ ამ ილუსტრაციას თავიდან ესე არ დავხედავ, დიდ დრო დაჭირდება და თქვენს მოგბეზრდებათ მაგის ყურება. თუმცა ძირითად დეტალებზე ვისაუბრებ. ილუსტრაციის შექმნის დროს მთავარი რაც არის, რასაც ვაკეთებთ, არის კონტური, ფერი და ჭრდილები. განათებაც გაჩნია რამდენად რეალისტური გვინდა რომ ჩვენი გამოსახულება იყოს. მაგის მიხედვით ბევრ სხვა დეტალს ვამატებთ. მე პირადად ვიყენებ ხოლმე კონტურს და ფერს, ხშირად გრადიენტსაც არ ვიყენებ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვიყენებ ხოლმე გრადიენტს. მოდი გრადიენტებსაც შეგახედავთ, აქ როგორ მუშაობს.
მაგალითად ამ ხელის მოდი ხელის დახატვას დავასრულებ და დანარჩენი ილუსტრაცია უკვე დასრულებული შეგვიძლია რომ იქით ვნახოთ მაინც პროცესს რომ კარგად შევხედოთ როგორ მუშაობს. ეს ჩვენი ჩრდილების შეიფი არის ცალკე. ჩვენი ხელი არის ცალკე. აქ როგორც აღნიშნეთ, არის ფერის და კონტურის განყოფილება, რადგან არ გვინდა რომ ეხა რაღაცა ვიზუალი დაგუფაროს, ფერს ბოლოს ვასხავთ ხოლმე ვიზუალში, ჯერ მხოლოდ კონტურებს ვაკეთებთ. იმიტომ რომ ეხა ხელში რო ფერი ჩავასხა, დამიფარავს მთლიანად ხელს და სხვა დეტალების დახატვა უკვე გამიჭირდა. მე შეგიძლიათ რომ სათითაოდ დახატოთ თითები. ასევე შეიფთან, რადგან ეხა წერტილი ჩამისვა მაგასაც გეტყვით, როცა შემოხაზავთ ფენთულით რაღაცას, ეგ იმას არნიშნავს, რომ მორჩა და ვეღარ დაამუშავებთ. ფენთულით შეგიძლიათ კონტურთან მიიტანოთ, ჩაამატოთ წერტილი, ან ამოაკლოთ წერტილი. წერტილზე დაჭერით აკლდება, აი აქ მინუსი უჩნდება თვითონ აიკონთან რო შეხედათ, აქ აი პლუსი რო უჩნდება, შეგიძლიათ რომ ჩაამატოთ. ან შეგიძლიათ ამ ფორმის ცვალებადობა ნებისმიერ მომენტში. Selection tool-ის ქვემოთ არის მეორე ხელსაწყო, რომელიც აი ამ წერტილების სამოძრაებლად არის, იმიტომ რომ თქვენ თუ selection tool-ით გამოძრავებთ, მთლიანად ობიექტი მოძრაობს, თუმცა წერტილების გასამოძრაებლად შეგიძლიათ ეს მეორე ის არის აირჩიოთ და მხოლოდ წერტილს რომ მონიშნავთ, ის გამოძრავთ, ან მხოლოდ ეს ნაწილი გამოძრავთ. თითების ხატვაზე რო გადავდივართ, ამ შემთხვევაშიც ესე უყურებთ, რომ უკვე გვაქვს ერთი შეიფი, რომლითაც შეგვიძლია რომ ეს მოვჭრათ, ამიტომ აქ უხეშად მოვხატავთ, აქ არ გვჭირდება ზუსტად დავამთხვიოთ ამ ხელს. აქ უკვე მივაყოლევთ ისე როგორც ჭირდება ამ თითის შემთხვევაში. ყოველთვის უნდა ცადოთ, ბევრი ხელსაწყო არის, ყოველს თავის დანიშნულება აქვს, მაგრამ ერთმანეთთან კომბინაციაში ერთმანეთს ძალიან ეხმარებიან. ყოველთვის უნდა შეხედოთ ხოლმე ისე პროექტს, რომ რა შეიძლება გააკეთოთ, რომ ნაკლები დროით და ნაკლები ენერგიის ხარჯვით მიაღწიოთ შედეგს. ამ შემთხვევაშიც იგივეს ვაკეთებთ, მოვნიშნავთ ამ ხელს. დავაკოპირებთ Ctrl+C-ი, ამას აი კონტურის ფერს შევცვლი, რომ განსხვავებას მივხვდეთ, აი ესე. მოკლედ Ctrl+C-ი ვაკოპირებთ ამ ხელს. ნიშნავს ჩვენ თითს რისი მოჭრაც გვინდა, Ctrl+F-ს ვაჭერთ, ანუ მის ზევით დაკოპირდა, აი აქ ზოლებს რო დავაკვირდეთ. ეხა ორივეს მოვნიშნავთ და ამ შემთხვევაში უკვე ამ მეორე აიკონით მოვჭრით. ანუ ამ ხაზზე დამთხოვა უკვე ზუსტად აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ ამ ობიექტებით ერთმანეთი ვჭრათ. ეხლა შემდეგ თითს რომ გავაკეთებთ, უკვე ეს მეორე შეიფი დაგვეხმარება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ხელიც გამოვიყენოთ და ეს თითიც აქაც შეგვიძლია ესე უხეშად გავაკეთოთ, თითის მხარესაც უხეშად. მოვნიშნოთ ამ შემთხვევაში თითი, აქაც კონტურს შევცვლი, რომ დავინახოთ. თითი მოვნიშნოთ, Ctrl+C, Ctrl+F-ი და მოვჭრათ. კვლავ ხელი შეგვიძლია Ctrl+C-ით დავაკოპიროთ, ამის წინ ამოვიტანოთ და მოვჭრათ. ანუ რაც უფრო მეც ხატავთ, უკვე უფრო და უფრო მარტივი ხდება რაღაცეების გაკეთება, იმიტომ რომ სხვა ობიექტები რაღაცეების მოჭრაში უკვე გვეხმარებიან და ყველაფრის დამთხვევა ესე დეტალურად აღარ გვიწევს. აქაც ესე შეგვიძლია გავაყოლოთ. ხარე მოვხაზოთ. Ctrl+C, დავაკოპიროთ. ვჭრათ და აქედანაც იგივე. აი ამ ერთ თითსაც დავასრულებ და მე ფერების ჩასხმაზე ვისაუბროთ და უკვე საბოლოო ილუსტრაციას, რომელიც უკვე დასრულებულია, იმას შევხედოთ. აქაც იგივეს ვაკეთებთ. აი ხარაზეც საუბრობთ ვექტორულ და რასტრულ განსხვავებაზე. აქ ფოტო რადგან არის შემოტანილი, რაც არ უნდა ახლოს კერდა უკვე ძალიან ჩანს პიქსელები, იმიტომ რომ ცუდი ხარისხია, თუმცა აი თვითონ ვექტორი, რასაც აქ გავაკეთებ, რაც არ უნდა ახლოს მივიტანო, პიქსელებს ამ ვიზუალში ვერ დაინახავთ და ეს არის ილუსტრატორის მთელი
პლუსი. სხვა ბევრ პლუსთან ერთად. ხო, მოდი ამ შემთხვევაში ესე რომ შევხედოთ, ამ ხელში შევიდეთ, შეგვიძლია რომ ყველაფერს კონტურის ფერი მივცეთ შავი. ჭრდილების შემთხვევაში შეგვიძლია კონტური გავუქროთ, ფერი ჩავასხათ შიგნით, შავი მაგალითად და უბრალოდ დაიაგზევით, ჩნდება ყოფასითი არის გამჭვირვალობა ყველა პროგრამაში, გამჭვირვალობის ღილაკი, აქ შეგვიძლია 10%-ზე დავუყანოთ და ეს ჭრდილი უკვე გამჭვირვალედ დაედება. ხალხი შეგვიძლია რაიმე ფერი ჩავასხათ. ჩემ ილუსტრაციებში რატომღაც ყოველთვის არაბუნებრივი კანის ფერს უკეთებ ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ არ მიყვარს რაღაცა ბუნებრივთან მიმსგავსებული კანის ფერი და ამიტომ აქვთ ხოლმე რაღაცა ჟოლოსფერი, ან სტაფილოსფერი კანები. თითების შემთხვევაში შეგვიძლია რომ ეს ფერი ჩავასხათ, შეგვიძლია ჩვენი კონტურები გავაკეთოთ უფრო მხატვრული. ამ შემთხვევაში ამ ხაზებისთვის შეგვიძლია სხვანაირი კონტურები ავირჩიოთ. და უკვე რეალურად დანარჩენი დეტალების დამუშავება უკვე შეგვიძლია უფრო მეტი განათება მივცეთ, უფრო მეტი კონტური ამოვიყვანოთ თუ ასე შემდეგ. აქედან შეგვიძლია ეს ცალკე ჯგუფად შევინახოთ და დავიწყოთ, დავბლოკოთ და დავიწყოთ მერე დროშის ნაწილზე ხატვა. რადგან ეს ერთი და იგივე არ ვაკეთო ეხლა თქვენ თვალწინ, გავხსნი ილუსტრაციას, რომელიც დასრულებულია. ხო, ფოტო ამ შემთხვევაში მოდი განახებთ უკან მიდევს. ამ ჩვეულებრივი ფოტოთი შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ არანაირი ხატვის ცოდნა და ხატრობა არ გჭირდებათ და შექმნათ ეს მსგავსი ილუსტრაციები. რაც შეიძლება დავამატოთ ილუსტრაციას არის განათება, ჭრდილი და ხაზები. ეგ არის თქვენს პირადნებაზე დამოკიდებული, როგორ განაწილებთ ამ ყველაფერს, რა დეტალები შეიძლება გამოვხატოთ. აი აქ შეიძლება მოგინდეთ რომ განათება დაამატოთ, იმიტომ რომ ფოტოში ჩანს, აი ესე შეგიძლიათ რა ვიცი, თქვენ ხატრულად რა ხედვაც გაქვთ ის მოხაზოთ, თეთრი ფერი ჩაასხათ და ისევე როგორც ჭრდილზე მოვიქეცით, უბრალოდ გამჭვირვალობა დაუკლოთ. და შევქნათ ილუზია რომ აქ განათება არის, ანუ ვიყენებთ როგორც ნატურას, როგორც შაბლონს, ფოტოებს და მაგის მიხედვით ვაკეთებთ ილუსტრაციას. თქვათ შევქმნით ჩვენი ილუსტრაცია, დავასრულეთ და გვინდა უკვე ტიპოგრაფიაზე გადავიდეთ. ამ შემთხვევაში კიდევ პოსტერის შემთხვევაში რაც არის გასათვალისწინებელი, მოდი მაგას კი შევეხები, უნდა დავიცვათ ხოლმე აუცილებლად ველები გარშემო, არ უნდა მიიტანოთ თქვენი ვიზუალი ძალიან კიდეში. ამის რამდენიმე ხერხი არსებობს, მე პირადად ესე ვიქცევი ხოლმე ჩემ ხერხს გაგიზიარებთ და გასწავლით კიდე სხვა ხერხსაც. მაგალითად 5 მმ ან 1 სმ, რომ გავითვალისწინოთ, რომ გარშემო არ უნდა გადავიდეს რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ლოგო, წარწერა ან რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი იმიჯი, რომელიც არ გვინდა რომ სადღაც ჩარჩოში რო ჩასვან, მაგალითად დაიკარგოს. აქ შემდეგი ხელსაწყო არის შეიფების ხელსაწყო, როცა აირჩევთ კვადრატულ შეიფს. ეკრანზე ერთი დაკლიკვით გამოაქვს ზომების განყოფილება. აქ შეგვიძლია რომ ჩავწეროთ ავტომატურად თითო სანტიმეტრი. ელაინების ფანჯარა კვავზევით, რომელიც გვაქვს გასწორების, ზედა კუთხეში გავასწოროთ. და სახაზავები გვაქვს ესეთი Ctrl+R-ს თუ დავაჭერთ, Photoshop-ში მსგავსად გამოიძახება. ზევით ჩნდება სახაზავების განყოფილება, ზევით და გვერდზე. და აქ ხელის დაჭერით და დრეგით შეგვიძლია რომ სახაზავი ესე ჩამოვიტანოთ და ესე ცისფერი ზოლები დავსვათ. ეს არის რულერები, ანუ შეგვიძლია რომ პირდაპირ ხაზს დავასვათ, აი ესე.
და იგივე გავაკეთოთ ქვედა და მარჯვენა მხარეს, ანუ ელაინებით ქვევით და გვერდზე გავასწოროთ. ისევ 1 სანტიმეტრზე ქვევიდან გავუკეთოთ რულერები, გაიდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ზოლები შეგიძლიათ მე კონტროლ 2-იანით დაბლოკოთ, ან გაიდებიდან დაბლოკოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სივრცის იქით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღარ უნდა მოვაქციოთ. ეს არის ერთი გზა რულერების შექმნის. მეორე გზა არის view-დან შეგიძლიათ rulers, code guides, უბრალოდ და new guides მივუთითოთ ფოტოში. აქედან შეგიძლიათ დაბლოკოთ გაიდები, ისე რომ სხვა რაღაცას რო გამბლოკავთ, თქვენ გაიდებს არ მოიხსნება ბლოკი, სანამ ისევ აქ არ შეხვალთ და ისევ აქედან არიზავთ unlocks. აქედან შეგიძლიათ ყველაფერი ერთიანად დაშალოთ. ოკეი. ეხლა გადავიდეთ ტიპოგრაფიაზე. ტექსტის ფული გვაქვს აქ ქვევით, ბრაშის ქვევით. ტექსტის დაწერის ორნაირი ხერხი არსებობს. ბევრნაირი არის კიდე შეიფებთან მიმართებაში, მაგრამ თავიდანაც შეიძლება დაგჭირდეთ არის ორი ხერხი. მოკლე ტექსტებს სათაურებს და ასე შემდეგ წერთ ერთი დაკლიკვით. ანუ ერთხელ რომ დავაჭერთ, ჩდება ტექსტის განყოფილება. თუ დიდ ტექსტებს წერთ, ტექსტის აიკონის არჩევის შემდეგ, თულის არჩევის შემდეგ, ხაზავთ ოთხკუთხედს, ანუ მაუსით და შიგნით წერთ, ვაკოპირებთ ტექსტს. დიდი ტექსტის შემთხვევაში ესეთ ოთხკუთხედებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ამ ტექსტის კონტროლი, პარაგრაფების გასწორება და ასე შემდეგ არის მარტივი. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი დიდი ტექსტი რო შევიტანოთ და ერთხელ დავაჭიროთ და იმაში ჩავაკოპიროთ, აი ნახეთ, ესე ძალიან შორს გაგვიგრძელებს და მერე ხელით მოგვიწევს აბზაცების კეთება, რაც არასწორი არის და ძალიან დიდ დროს დაკარგავთ. ამ შემთხვევაში ტექსტს კიდევ აქვს ესეთი ფუნქციები, მოდი მაგასაც უცბად შევხედოთ. pen tool-ით შეგიძლიათ რომ რაიმე მოხაზოთ, არ ვიცი, რაღაცა ფორმა. ტექსტზე დადგეთ და აი ამ თქვენ მოხაზულ ფორმასთან რომ მიიტანთ, ტექსტის ღილაკს აისე უჩნდება დახვეული ხაზი და აქ რომ დააჭერთ, თქვენი ტექსტი გაყვება მოხაზულ ფორმას. ან შეგიძლიათ ფორმას შემოხაზოთ, ესეთი, არ ვიცი, როგორიც მოგეწონებათ, ტექსტის თული აირჩიოთ, მიხვიდეთ და თვითონ ამ ფორმაში ჩაწეროთ. ანუ კონტურთან რომ მიიტანთ, მრგვალი აიკონზე უჩნდება მრგვალი ნიშანი და შეგიძლიათ რომ თქვენ მოხაზულ ფორმას გააყოლოთ. ასე რომ ტექსტი ძალიან flexible არის Illustrator-ში, შეგიძლიათ რომ სათითაო დასვები დაამუშაოთ, ამ ნებისმიერი ტექსტი შეგვიძლია ახლა მაგას შევხედოთ. ავირჩიოთ ზევით არის უკვე ტექსტების ოფშენები, აქედან შეგიძლიათ რომ აირჩიოთ რაიმე ფონტი, რაც მოგეწონებათ. დავწეროთ ტექსტი და მე განახებთ როგორ ხდება ამის დამუშავება. ტექსტის ფონტის გარდა შეგიძლიათ რომ მისი სისქე ცვალოთ, ამ შემთხვევაში ამ ფონტს მეტი სისქე არ აქვს, მხოლოდ რეგულარი მოყვება, ხშირ შემთხვევაში 4 სისქე მაინც მოყვება. ეს არის თვითონ ტექსტის ზომა, რომელიც ასევე ხელითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ. ეს არის უკვე პარაგრაფები, რომელიც დიდი ტექსტის შემთხვევაში გამოგადგებათ, თუმცა ამ შემთხვევაში დაგვრჩერდა, როცა ცენტრში გვინდოდა გასწორება, ანუ თავიდან ისე დაიწერა და ცენტრში გავასწორეთ. აქ არის უკვე ბულეთების განყოფილება, რომელიც ამ შემთხვევაში არ გვჭირდება და align-ი. როცა ვაპარაკობთ, რომ ტექსტის დამუშავება კიდეც ცალკე შეგიძლიათ, არსებობს ესეთი ფუნქცია, ნებისმიერი ტექსტი შეგვიძლია რომ ობიექტებად გადავაქციოთ, ობიექტში თუ შეხვალთ, აი აქ არის expand-ის ფუნქცია.
და ეს ამ ღილაკს როცა გამოვიყენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფონტი უკვე ობიექტად გადაიქცა. შეგვიძლია თითოეულ ასოს შევუცვალოთ ფორმა, არ ვიცი, გადავაკეთოთ, სხვანახატით თან გავაერთიანოთ და ასე შემდეგ. მოდი ამას ეს ჩამოვიტან. ამ შემთხვევაში დაჯგუფებული არის, როცა Xpens უკეთებთ, ჯგუფად ინახავს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ როცა Xpens გავუკეთებთ, უკან ვეღარ აბრუნებთ, Ctrl+Z-ის გარდა უკან ვეღარ დაბრუნდებით და ეს ტექსტი აღარ არის რედაქტირებადი, ამიტომ როცა რაღაცას აკეთებთ, ყოველთვის copy შეინახეთ ხოლმე, გადააკოპირეთ, Alt-ზე დაჭერით კლავიატურაზე, შეგიძლიათ დაკოპირება. გადააკოპირეთ და მერე გავუკეთეთ Xpend-ი, რომ ის ვერსია, editable ვერსია გქონდეთ შენახული. როცა უკვე დავშალეთ და Xpend-ი გავუკეთეთ, არის დაჯგუფებული ჩვენი ობიექტი და თუ სათითაოდ დამუშავება გვინდა, შეგვიძლია რომ შეგნით შევიდეთ. ამ შემთხვევაში მინდა რომ ეს წარწერა უფრო დიდი იყოს. ფერის შეცვლა ესეთი ხელსაწყო გვაქვს, airdrop ხელსაწყო, როცა რაღაცას მონიშნავთ, შეგიძლიათ რომ ფერი ნებისმიერ ადგილას დაჭერით, გააკოპიროთ იმ თქვენს ფორმაში. ამ შემთხვევაში მინდა რომ ხელის ფერი იყოს ეს ჩემი წარწერა, მაგრამ ამ ხელს გარდა თავისი ფერისა აქვს კონტურის მახასიათებელიც, ანუ შავი კონტური, ეს ახლოს რომ მივიტანო, მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. და მე მინდა რომ მხოლოდ ფერი წამოვიღო ამ შემთხვევაში, ანუ კონტური არ მჭირდება, ამიტომ Shift-ზე ვაჭერ ხელს და როცა ფერი მაქვს, Shift-ზე ვაჭერ ხელს და მხოლოდ შიდა ფერი მომაქვს. შეგვიძლია რომ ესე გავასწოროთ. შეგვიძლია სათითაოდ მიხვიდეთ და აი ნახეთ ასოებს უჩდება უკვე ეს პატარა წერტილები და შეგიძლიათ რომ დაამუშავოთ თქვენი ფონტები უფრო მხატვრული განხადოთ. მე მაგალითად რაღაც პროექტზე ეს ფონტი დამუშავებული მაქვს და საერთოდ სხვა რაღაც გამოვიდა საბოლოო ჯამში. შეგიძლიათ ხოლმე ისეთი რაღაცები აკეთოთ. ანუ ყველანაირი ფონტი შეგიძლიათ რომ გადაიკეთოთ და თქვენს გემოზე მოიწყოთ. მთავარი tagline-ი, რაც მოყვება ხოლმე პოსტერებს და რეკლამებს, არის მთავარი ფრაზა, მთავარი სათქმელი და მაგის გარდა მოყვება ხოლმე subtext-ი, ანუ რაღაცა ქვევით უფრო მცირე ტექსტი და არის ხოლმე body text-ი, რომელიც უფრო წვრილი და უფრო ესეთი აბზაცური ტიპი არის და უფრო ბევრი ინფორმაციას მოიცავს. პოსტერებზე როგორც წესი მაგხელა ტექსტები არ გამოგვაქვს ხოლმე, თუმცა შეიძლება რაიმე subtext-ი გამოვიტანოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, რადგან ეს ფონტი გამოყენებული არის როგორც ტიპოგრაფიული ელემენტი და რაღაცა არ ვიცი, თავის დანიშნულება აქვს და გადაკეთებული და ცოტა მხატვრული არის, subtext-ისთვის გირჩევთ რომ გამოიყენოთ უფრო პატარა წვრილი ტექსტი ან serif-ის ფონტი, რომელიც უფრო მკაცრი და ისეთი არის. მაგალითად გამოვიყენ ან sans serif-ი, Helvetica, რომელიც მოაწებნოთ ქართული ვერსია, ეს უნდა იყოს. და subtext-ში ძირითადად წერთ ხოლმე რაღაცა შედარებით უფრო ნაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნაკლებ მნიშვნელოვანს არა, კომპლიმენტი არის ეს ინფორმაცია იმზე და ინფორმაციის, თუმცა მთავარი სათქმელი არ უნდა დაგვაკარგოს ხოლმე და ამიტომ იერარქიულ განაწილებას ფონტების და ფერების აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობ ხოლმე ლექციების განმავლობაში. ნორჩიოთ შედარებით პატარა ფონტი შედარებით
ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს ფერი ავირჩიოთ. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამ არ უნდა გადაფაროს ის, რაც გვაქვს მთავარი სათქმელი, მაგრამ ვიზუალში, როგორც კომპოზიციის ელემენტი, შეგვიძლია ხოლმე რომ საბტექსტი გამოვიტანოთ, აქ შეგვიძლია დამხმარეთ კიდე რამე ტექსტიც მივამატოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, ჩემი სათქმელიც საკმარისი არის დამატებით ტექსტებს არ მითხოვს. გისმენ? მე მგონი ვიღაცამ ხელი აიწია, ხო? მე მგონი დაეჭირა. კარგით. მოკლედ საბოლოო ვერსიას, როცა დავასრულებთ Illustrator-ში, Photoshop-ი არის ხოლმე ჩვენთვის ესეთი საბოლოო შედეგის დამდები, რაღაცა ფაქტურების დასადებად და მოკაფის შესაქმნელად. ამიტომ ახლა გადავიდეთ Photoshop-ში. მე პირადად თითქმის ყოველ ვიზუალს საბოლოოდ Photoshop-ში ვარედაქტირებ ხოლმე, ვამუშავებ, იმიტომ რომ მეც საშუალებას გვაძლევს ვიზუალზე ეფექტების მისაღებად. მოდი, გავხსნათ ჩვენი ფოტო. ამასაც ორი სიტყვით ვიტყვი. როცა Illustrator-ის ფაილი შეგვაქვს Photoshop-ში, გახსნის ფუნქციებზეც ორი სიტყვით გეტყვით. PDF ფაილად ვინახავ ხოლმე Illustrator-ის ფაილს, PDF-ი ნიშნავს, რომ იგივენაირი სამუშაო ვერსია არის, როგორც Illustrator-ის, თუმცა PDF-ად ვინახავ, იმიტომ რომ გასაგზავნად მარტივი არის. Illustrator-ის ფორმატში რო გავგზავნოთ, ბევრი ვერ გახსნის, ვისაც თვითონ Illustrator-ი არ აქვს, ამიტომ საჩვენებლად PDF-ის გაგზავნოთ შეგიძლიათ ხოლმე. ასევე ეს PDF-ი არის ჩვეულებრივი ვექტორული ვერსია. როცა გახსნით PDF ფაილს, გამოდის ესეთი ფანჯარა Photoshop-ში, აქ ყოველთვის მონიშნეთ ხოლმე media box-ი, იმიტომ რომ გამოგიჩინოთ მხოლოდ artboard-ზე რაც ჩანს ის ვიზუალი და არ გამოგიჩინოთ დანარჩენი რაიმე რამე თუ დაგრჩათ. მიაქციეთ ზომას ყურადღება, რომ სწორი ზომით გიხსნიდეთ, ანუ A4-ის შემთხვევაში სწორი ზომით გვიხსნის. რეზოლუცია, თუ კარგი ხარისხით გვინდა აუცილებლად 300 რეზოლუციით ხსნით და ფერების გაფართოება ამ შემთხვევაში RGB-ს გავხსნე, მაგრამ SMIC-ში რადგან გვაქვს აწყობილი, SMIC-ში უნდა გახსნათ ხოლმე, რომ კარგად შეხედოთ, კარგი SMIC-ში გავხსნათ. Okay. ჩვენს ვიზუალს, როცა გაიხსნება უკვე Photoshop-ში, შეგვიძლია რომ რაღაცა რედაქტირება გავუკეთოთ, რაღაცა ფერი დავადოთ, ან ფაქტურა, მაგალითად ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ფაქტურას, ძველი ქაღალდის, ან შეგვიძლია რაღაცა დაკუჭული ქაღალდის, ან კედლის, ან რაღაცა მსგავსი ფაქტურა გადმოვწეროთ, ჩვეულებრივად Google-დან, მაღალი ხარისხის შედარებით უკეთესი იქნება. ეს ჩვენი ფაქტურა გადავიტანოთ ჩვენს ფოტოზე. მოვარგოთ ისე როგორც ჩვენ მოგვეწონება. და ამ layers უკვე ვისაც გესმით Photoshop-თან შეხება გაქვთ, layer-ების ფანჯარის წეღარაზეც ვისაუბრეთ, რომ აქ ძალიან გამართულად და დაალაგებულად და კარგად არის. layer-ების ფანჯარიდან blending mode-ი შეგვიძლია რომ შევცვალოთ multiply-ი და გვექმნის აი ესეთი რაღაცა დაძველებული პოსტერის ეფექტს, რომელიც ხშირად ძალიან უხდება ხოლმე ვიზუალს. და ეხლა უკვე ჩვენი ვიზუალი შეგვიძლია რომ გადავიტანოთ მოკაპში და რას გულისხმობთ, როცა მოკაპებზე ვლაპარაკობთ. არსებობს სამუშაო ვერსია უამრავი ინტერნეტში, ძალიან კომფორტულად მოწყობილი, ისე რომ თქვენ მარტო ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ რომ თქვენი პოსტერები თუ სხვა რაღაცა ჩანთის დიზაინი თუ ბლოკნოტის დიზაინი მოარგოთ რეალურ ფოტოებს. ეხლა გავხსნი და მიხვდებით, მოძებნის სისტემა არის მარტივი. არ ვიცი, poster, mockup, PSD არის Photoshop-ის ფორმატი და აუცილებლად free download მიაწერეთ, იმიტომ რომ ზოგი ფასიანი ვერსია არის. უამრავი საიტი არის, სადაც შეგიძლიათ რომ მოძებნოთ სასურველი
ვიზუალი ხშირად ხდება ხოლმე რომ ბევრ სხვადასხვა საიტზე გადაყავხართ და შეიძლება არასწორი ფორმატი იყოს, ბევრ ძებნა შეიძლება მოგიწიოთ, თუმცა ბევრი კარგი ვერსიაც დევს. და აი ესეთ ვიზუალებს გულისხმობ, როცა მოკაპს ელაპარაკობ, რომ აი ესეთ ვიზუალებში შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად მოარგოთ თქვენი ფოტოები და თქვენი ნამუშევრები. ყოველთვის გირჩევთ რომ სადმე როცა რაღაცას გააგზავნით აუცილებლად გააგზავნეთ მოკაპში ჩასმული, იმიტომ რომ პირადი გამოცდილებით თუ დამიჯერებთ, 100-ჯერ მეტ მოწონებას იმსახურებს, როცა რეალურად ხედავენ ადამიანები, ვინც დიზაინი ხა ესე არიციან და თვითონ მიხვდებიან რაღაცებს და არც არის ვალდებული ყველა ადამიანი რომ იცოდეს, უფრო კარგად ხვდებიან ხოლმე რაზე ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში მოკაპის გამოწერას დიდი დრო უნდა ხოლმე და გადმოწერილი მაქვს და მოდი იქ შევხედოთ როგორ ხდება ეს ამბავი. გადმოდის ხოლმე ძირითადად zip ფაილი, ამ zip ფაილში რო შედიხართ, მოყვება Photoshop-ის ვერსია, ამ ვერსიას გახსნით. და ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ესეთი ვერსია, ანუ აქ ლეიერების განყოფილება გვერდზე ყოველთვის გახსნილი ქონდეთ Photoshop-ში, რომ ზევით ეს დარეკლამებული აქვს თავისი გვერდი და ეს ლეიერი ჩანს უბრალოდ ამ ლეიერს გაუთიშავთ. და ეს ფაილი ძირითადად აქვე გამოვიტანა აი აქ ლეიერების ფანჯარას კარგად შევხედოთ. მოდის ხოლმე ძალიან დალაგებული ფორმატით, აი აქ დაჯგუფებული არის ყველა ეფექტი და სათითაოდ შეგიძლიათ რომ დაამუშაოთ რაღაცეები შეცვალოთ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს ჭრელი არ მჭირდება, ეს ჭრელი ვიზუალი, მხოლოდ თეთრი კედელიც გვაყოფა. უნდა მოვძებნოთ სახელი ქვია ყველაფერს, აქ პოსტერებს რო ჩამოშლით, პოსტერების ჯგუფს, აქ სამივე ვიზუალი, სამივე პოსტერის smart გვერდები და ჯგუფები გექნებათ. თითოეულ ჯგუფს ჩამოხსნით, თითოეულ პოსტერს სათითაოდ შეგიძლიათ დამუშავოთ, თუმცა ყველაზე მარტივად აქ smart layer-ზე ორჯერ ხელის დაჭერით გადავყავხართ ცალკე ფაილში. აი აქ უკვე უნდა მოარგოთ თქვენი ვიზუალი, ბოდიში თქვენი ვიზუალი, რაც უკვე შექმნით. გადაიტანოთ და მოარგოთ ზომას. თუ ოდნავ იქნება ცდომილება, შეგიძლიათ არაპროპორციულადაც ესე შეავიწყოთ, იმიტომ რომ მოკაპებში ეს დიდად არ ეტყობა ხოლმე. და ეს ცალკე გვერდი Ctrl+S-ი რო დააჭერთ, შეინახოთ, გათიშოთ. და დაინახავთ, რომ თქვენი ვიზუალი უკვე მოკაპში არის გადატანილი. იგივე შეგვიძლია, რომ ცალკე ყველაზე გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, რომ ეს პირველი გვერდის მოკაპი გამოვიყენოთ. სათითაოდ შეგიძლიათ დაამუშავოთ განათება, რამდენად ჩანდეს ის ფაქტურა, რაც ადევს. ძალიან ბევრი ლეიერი მოყვება ხოლმე ფონის, ასე შემდეგ. ძალიან კომფორტული არის და ყოველთვის გირჩევთ, რომ როცა დაამთავრებთ მუშაობას, არ დაგეზაროთ, გააკეთეთ მოკაპები და გაუგზავნეთ ხოლმე თქვენს ნამუშევართან ერთად. გაცილებით უკეთესად დავიქვამენ ყოველთვის რაზე ვსაუბრობთ. და ეს არის უკვე ჩვენი რეალურ გარემოში ჩასმული პოსტერი. ასე შეგვიძლია რომ შევინახოთ და უკვე დასრულებულ ვერსიაც გადავუგზავნოთ. ამ შემთხვევაში დღეს რაც გავაკეთე, აი ცოტა შეგიძლიათ მოჭრათ და ასე შემდეგ და მოკლედ ეს იქნება თქვენი საბოლოო ვერსია. დღეს მეტს აღარ ვისაუბრებ, თუ რამე კითხვები გექნებათ, თვითონ მეგონი აქ იწერებოდით რაღაცეებს და ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ მოგაქციეთ ყურადღება, ახლა შევხედავ. ოკეი. თქვენ საუბრობთ მოკლედ. რამე კითხვა თუ გაქვთ, ისმენთ. მოკლედ ჩემი მიზანი ის არის, რომ გარდა იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის ისწავლით და გეცოდინებათ ყველაფერი იმისთვის, რომ დაიწყოთ მუშაობა გრაფიკულ დიზაინერად, შეძლოთ ილუსტრაციების ხატვაც, რაც
ძალიან ბევრ გრაფიკულ დიზაინერს არ შეუძლია. იმიტომ რომ თვლიან, რომ პირდაპირ რომ ხატვა იცოდნენ. დღეს თუნდაც ამ კონკრეტული მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ არ გჭირდებათ ხატვის ცოდნა მაუსით, ლეპტოპით და უბრალოდ ფოტოთი, რომელსაც თქვენ გადაიღებთ ან აარჩევთ, შეგიძლიათ რომ ილუსტრაციები შექმნათ და თქვენი სათქმელი მიიტანოთ თქვენს აუდიტორიამდე. ეს არის და ეს აბა როგორ გზნობთ თავს მეგობრებო? YouTube-ით დავლინკე, სადაც განთავსდება ეს ჩანაწერი, ასევე როგორც დაკვირდით, გამოგეგზავნებათ მეილზე, რაც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს. და შეგიძლიათ ახლა მიკროფონები ჩართოთ და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდება, როგორ მოგეწონათ და ყველაფერი კარგი გითხრათ. ხოლოდ კარგი. გესმენთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და წავიკითხო. კითხვებისთვის ვართ მზად. ძალიან საინტერესო იყო. წარმატებები ყველასო. სალიმ, მე გასული ვიყავი მეორე მასტერ კლასზე ვიყავი გადასული ხო და ფინალურ პროექტთან დაკავშირებით ხომ არ გაგიკეთებია კომენტარი როგორი მოცულობის არის მეტრეველი იყო და აქ შემოსული და მარიამის მარიამ აუდიტორიას გაუზიარო ორი სიტყვით ფინალურის იცი რა ნაწილი მოცულობა რომ აი არ იყო მხოლოდ ერთი პოსტერი არამედ შინაარსი იდეა და მთელი კამპანიის დონეზე იყო შესაძლებელი რომ გაგეშალათ ვიზუალური კომუნიკაცია. ვიტყვი ყველაფერს. გამარჯობა. მანამდე იმას გეტყვით რომ სალის კურსი უკვე დამთავრებული მაქვს, მაგრამ ყველა მასტერკლასზე შევავდივარ. და თქვენც ეგრე იქნებით სალითად და გაივლით. ეგრე შეგიყვარდებათ. რაც შეეხება ფინალურს, ფინალურზე გავაკეთეთ ყველაფერი ფაქტობრივად, შევეხეთ ყველა სფეროს და ყველაზე მეტად რაც მომეწონა ის იყო, რომ ვიმუშავეთ როგორც მაგათაც სოციმედიაში გასაშვებ პოსტებზე, ისე ბეჭდურ მხარეზე, მერჩ გავაკეთეთ, რეალურად ვმუშაობდით რა ქვია მაგას ფესტივალი. ჩვენ მოფიქრებული ფესტივალების ვიზუალურ იდენტობაზე და ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ რადგან ყველა მხარეს ვეხებოდით, ფაქტობრივად ყველაფერი ვისწავლეთ, რაც შეიძლება მომავალში დაგჭირდეს და მე მაგალითად, ანუ კონტენტ კრეატორი ვარ, ხა თლად გრაფიკული დიზაინერი ჯერ ვერ დავუძახე ჩემ თავს, იქნება მაგის მაგრამ ჩემ პორტფოლიოში ჩემი ფინალური პროექტიც მაქვს ჩასმული და როცა მაგალითად დამსაქმებელებს უგზავნი ხოლმე ჩემ პორტფოლიოს მაგ ნაწილითაც ინტერესდებიან ხოლმე და უკვე რაღაცა მაგ მხრივაც მიკავშირდებიან, რომ შეკვეთა მივიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ფინალური პროექტი უკვე ისეთია, რომ შეგიძლიათ კარგად დაანახოთ მომავალში თქვენს დამსაქმებელს ან სტაჟირებას თუ გაივლით ან რაღაცა პირველი პროექტის აღება გენდომებათ, რის იკეთება შეგიძლიათ და შესაბამისად აი რაღაცა თქვენი პორტფოლიოს საწყისად უკვე რაღაცა გაქვთ ხელში, რომ აქედანვე დაიწყოთ. თან მარიამის ნამუშევარი გამორჩეულად ძალიან კარგი იყო, აქ აღნიშნავ და ნამდვილად შეგვიძლია რომ სიამაყით ჩადო პორტფოლიოში, ამიტომ ასე გამორჩეულად ისწავლეთ თორემ არა. ლავ. მადლობა მარიამ. ფოტოშოპის ლექციების პირველი რამდენიმე დავალებიდან, ანუ ფაქტობრივად მეორე დავალებიდან უკვე საინტერესოდ შესრულება შეიძლება და რომლის ასევე გამოყენება შეიძლება პორტფოლიოში და ანუ მთლიანად ეს ორთვიანი კურსი აგებულია მაგაზე, რომ კარგი დავალებებით თქვენ მერე გაიმარტივოთ საქმე და პორტფოლიოში უკვე გქონდეთ რამდენიმე კარგი ნამუშევარი. ნუ მოკლედ შეარჩიოთ საუკეთესოები. ახლა თან მე ინსტაგრამიდან დაგილინკავთ მარიამის ნამუშევარს, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი და ნახოთ უფრო დეტალურად რაზე იმუშავა. რაღაც კითხვები იყო, მოდი შევხედავ მაგასაც და თუ შეიძლება ხალხი წაიკითხა. უნივერსიტეტზე იყო კითხვა და ნამდვილად ვერ გეტყვით, ეხლა დღეს რა ხდება. მე პირადად სამხატვროში ვსწავლობდი და სამხატვროში მაშინ რაც ხდებოდა, იმას რეკომენდაციას არ გავუწევდი, ეხლა არ ვიცი რა ხდება, თუმცა ვიცი, რომ თავისუფალშიც არის მე მგონი რაღაც ფაკულტეტი, თუ თქვაც
გინდათ რომ რაღაცა ბაკალავრი გაიაროთ, მე მგონი თავისუფალ უნივერსიტეტსაც აქვს. თუმცა პირადი გამოცდილებით და ესე ვერ გეტყვით რომ რეკომენდაცია რომელიმეს გაუწიო, მაგრამ ხო აი შეგიძლიათ თქვა კურსიც ან პროფესიულად ახლა ტექნიკურად შეგიძლიათ კურსითაც გაიაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა უნივერსიტეტში იქ უკვე ძალიან ფართოდ რაღაცებს ისწავლით. თუმცა იქ გადიხართ ფსიქოლოგიას, არ ვიცი, ხელოვნების ისტორიას და ასე შემდეგ, იქ ძალიან ფართოდ არის ეგ ყველაფერი და გისმენთ? დიდი ბოდიში, თუ გნავას დაასრულეთ და მე არა. მაინტერესებს ახსენეთ, რომ აი რაღაც კონკრეტული ხაზი რომელიც იპოვეთ პრაქტიკის შემდეგ უფრო მოვიდა და რამე კონკრეტული თეორიული მასალა ან რაღაც პრაქტიკული ცოდნა იყო იმისთვის საჭირო, რომ ის თქვენ თავი გეპოვოთ, ანუ თუნდაც ფერებიდან გამომდინარე, ტექნიკიდან გამომდინარე, აი ეხლა ნამუშევრებსაც რომ უყურებ, თქვენი ნამუშევრები არის იმდანად გამორჩეული, რომ ანუ ალბათ პირველად ნახავს, ყველა მიხვდება, რომ ეს ამ კონკრეტულ ადამიანმა შექმნა ფერებიდან და სტილიდან გამომდინარე გულისხმობდა. თუ არის, აი როგორ შეიძლება იპოვა შენი თავი, იმიტომ რომ შეიძლება მოგწონდეს, კი, მაგრამ ძალიან მრავალი განხრაკ, როგორც ახსენეთ, მართლა ეგრეა და აი რო ჩამოყალიბდა, ამაში რა გეხმარება, თუ არის რამე გასაღები. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში და როგორ არის იცი აი პროცესი არის შემოქმედებითი მე თვითონ ზუსტად არ მახსოვს როგორ და როდის მივედი მაგამდე როდის მივედი მახსოვს მაგრამ რატომ მივედი ზუსტად არ მახსოვს იმიტომ რომ ეს ფერები თუნდაც რასაც ილუსტრაციებში ვიყენებ არასდროს არც ცხოვრებაში არ მომეწონება რომ თქვა ჩავიცვა მაგრამ ილუსტრაციებში ანუ სხვა ფერს ვერასდროს ვერ ვიყენებ ყოველთვის ან კანის ფერს როცა ვაკეთებ რაღაცა სტაფილოსფერი ან ვარდისფერი მინდა რომ გავაკეთო და ჩემი ძველი ილუსტრაციები რაც არის აი მაგათი 10-12 წლის წინანდელი ძალიან განსხვავდება ამ ყოველფრისგან შემოქმედებითი პროცესი არის ძალიან რა ანუ ბევრი რაღაცები უნდა ხატოთ ათვალიეროთ და რაღაცნაირად შინაგანად გრძნობ რა კუთხით შეგიძლიათ თქვა ახლა ქართულ სხვა ილუსტრატორებზე რო ვისაუბრო რომლებიც მე ძალიან მიყვარს მაგალითად კვაჭი მაშოლენდი არ ვიცი თუ იცით შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პირადი რაღაცა ძალიან ისეთი დამოკიდებულებით ძალიან საყვარელი ძალიან განსხვავებული ესთეტიკა აქვს კვაჭის მაგალითად აქვს ძალიან იაპონური სტილი რომელიც ძალიან დეტალიზებული და ლამაზი არის და ფერთა გამა ძალიან სხვანაირი არის მაშოლენს აქვს თავისი სამყარო ქვაჭამიების შექმნილი და ამ ქერექტერებით ხატავს და გამოხატავს თქმავს ძალიან შემოქმედებითი პროცესი არის და ისეთი რო გითხარ რაღაცა განსაზღვრული რეცეპტი ამისთვის არსებობს არა ბევრი უნდა იმუშაო ბევრი უნდა ათვალიეროთ სხვების ნამუშევრები იმიტომ რომ რაღაც მომენტში აი ეს კლიკ გექნებათ და მიხვდებით რა გინდათ რომ აკეთოთ მე ეხა სიმართლე გითხრათ მინდა რომ შევცვალო და რაღაცა სხვა გავაკეთო ილუსტრაციებში თუმცა ძალიან მიჭერს დაშორება ამ ფერებთან ან მაინც ვუბრუნდები ხოლმე ამ ესთეტიკას ამიტომ რაღაცა მომენტში რაღაცა ძალიან თქვენი გახდება და მიხვდებით რომ უბრალოდ ბევრი უნდა იმუშაოთ და თუ ისე გეყარებათ ეს საქმე როგორც მე პირადად მიყვარს იმ ძალიან ბევრი მოსაწყენი საქმეების პარალელურად ყოველთვის ისიამოვნებს რომ პროგრამა გახსნათ და იქ რაღაცები აკეთოთ მართლა თერაპიული არის ჩემთვის პირადად მადლობა კიდევ ერთხელ კითხვისთვის და აქ რამე არ გამომრჩეს გადავხედავ თქვენთან თუ კითხულობთ ნანას აქვს მოწერილი მაინტერესებს რა საგნები ბარდება ჩვენთან არაფერი ჩვენ კურსებზე არაფერი არ ბარდება თუმცა მაგალითად აკადემიის შემთხვევაში ან უნივერსიტეტის შემთხვევაში თუ კითხულობთ მე როცა ჩავაბარეთ ჩვეულებრივი ეროვნული გამოცდები იყო და ხატვის გამოცდა იყო ცალკე სამხატვროს აქვს ეგრო ხატვა გჭირდება ამ ფაკულტეტზე სასწავლებლად თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთან არაფერი არნაირი ცოდნა არ გჭირდება შეგიძლიათ რომ პირდაპირ მოხვიდეთ ამ ვიდეოში ზემოთ იყო მანამდე დასმული შეკითხვა ამით
ლექციების სწავლების პროცესთან დაკავშირებით არის კითხვა და მოდი მაგას შევეხებ. ოკეი, და მე მივუბრუნდეთ. ხო, სწავლების პროცესი მოდი მოვყვები, როგორ არის? არის 17 ლექცია, პირველივე ლექციის შემდეგ გექნება დავალება. ყველა დავალებას, ანუ ყველა ლექცია იწყება დავალებების განხილვით. საუბრობთ რა არის გასასწორებელი, რა არის შესაძლებელი, აზრებს უზიარებთ ერთმანეთს, ერთად მოვაპარაკო, მაგრამ შეგეძლოთ რომ თქვენ შეერთოთ. მეორე ნაწილი არის ხოლმე უკვე ახალი თემის ახსნა და ძირითადად სულ გვაქვს კომუნიკაცია, განხილვა დავალებებზე, ამიტომ ფიდბექს ყოველთვის მიიღებთ ჩემგან, თუ რამე შესაძლებელი გასასწორებელი იქნება, მიიღებთ, ქულები იწერება, ქულების სისტემას გაეცნობით, როცა უკვე კურსს აიღებთ, ან თავიდან უფრო შედარებით დაბალი ქულებია და შემდეგ იზრდება. ყველაზე მეტი ქულა არის საფინალო ნამუშევარში. საფინალო ნამუშევარისთვის გექნებათ ერთი კვირა ან 10 დღე, იმიტომ რომ დიდი პროექტი არის და მოსამზადებლად დიდი დრო გექნებათ და ხო სხვა პირველი 7 ლექცია ეთმობა Photoshop-ს, მერე ვიწყებთ Illustrator-ის შესწავლას და ერთი ლექცია ეთმობა InDesign-ს.